გამარჯობა, განაყურებ ჯაფარას პოდკასტს. დღევანდელი ჩემი სტუმარი ალიკო გეტაძე. YouTube არხკოდის შემქმნელი. ვისაც ეს არხი ჯერ არ გინახავთ, საკმაოდ ბევრი გამომწერი ყავს უკვე. ეხები ბევრ საინტერესო სამეცნიერო თემებს, რომლებიც მეც მაინტერესებს, სხვადასხვა ბევრი ჩვენი მაყურებელიც, ამ პოდკასტის მაყურებელიც ითხოვდა, რომ მოიწვიო საინტერესო იქნებაო და ხო ალბათ ერთ-ერთი ისეთი ხარ იმ ცირეთაგანი, ვინც ძალიან დიდი ის აქვს. გითხარი რა თემები შესაც ეხება, შეიძლება იყოს ძველი ეგვიპტე, ასტრონომია, ისტორია, შეთქმულების თეორიები, ინტელექტი რა ყველაფერს ეხები რა. ენოქის წიგნი, ბიბლიური თემები, ცოტა ხნის წინ უყურებდი მაგ ვიდეოს და ოკეი, ძალიან ბევრ თემას მიმოიხილავ და დაუჯერეთ ჩემ მაყურებლებს და მეც ესე ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნებოდა გასაუბრება. პირველ რიგში როგორ ხარ და როგორ მიდის საქმეები? ჩვენი არხზე როგორ მიდის? კარგად ვარ, ოპტიმისტურად ვარ. საქმეები ვერ მიდის თლად ისე როგორც უნდა მიდიოდეს, მაგრამ ხო, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, მაინც კმაყოფილი ვარ. ეს ვერ მიდის ისე არხი იგულისხმება თუ ზოგადად? ანუ არხიც და ზოგადად გარემოც ისეთია, რომ თლად ხელშემწყობი არ არის განსაკუთრებით ჩვენი ტიპის იუთუბერებისთვის. ანუ ხელშეწყობის ფიდბექები და სპონსორები, იცი რა მდგომარეობაცაა. კი. ეხლა მეათე სეზონზე ხარ, ხო? შენ ესე სეზონებად აკეთებ, იშვიათობა არის YouTube-ზე და ეს სეზონებად დაყოფა რატო გადაწყვიტე? პირველ რიგში ჩემთვის, იმიტომ რომ ყოველი წლის შემდეგ, ყოველი სეზონის შემდეგ რაღაცებს ვცვლი. შეფუთვას ფორმატს ცოტათი, ახლა საერთოდ სრულად შესვლას ვაპირებ სექტემბრიდან. პოდკასტიც ვცადე, ხო? პოდკასტიც ვცადე, ხო, უბრალოდ ტექნიკურად ბევრი სირთულე წარმოიშვა და ამ ეტაპისთვის შევიკავე თავი. აღარ პირიქო გაგრძელა? მომავალში შეიძლება. კარგი. ალბათ ესე ზოგადი თემებით რო დავიწყოთ, აი ამდენ რაღაცას მიმოიხილავ და საკითხს ეხები და შეისწავლი და ხშირ ვიდეოებსაც ეთყობა, რომ ესე უბრალოდ დაჯექი და მომდღე ამაზე ვილაპარაკებ არ არის, ანუ რაღაცა მასალებს მოიძიებ და ბევრს კითხულობ ამისთვის და რა არის, რა შეიძლება თქვა? ცოტა ზოგადი რთული კითხვაც არის. რა შეიძლება თქვა, რომ რა არის დღეს სამყაროში ისეთი, რაც ყველაზე მეტად გაგვირევს დღემდე და შენ გაოცებას თუ იწვევს ცნობის მოყარეობას, გიღვიძებს. რა არის ეგეთი? თვითონ სამყაროს არსი. როდესაც ამაზე ვფიქრობ, ძალიან რთულია საერთოდ ჩვენი გონისთვის, ჩვენი ტვინისთვის და ჩვენი გონებრივი შესაძლებლობებისთვის ამ ყველაფერზე ფიქრი. სადღაც იჭედები რა. იმიტომ რომ მასშტაბის წარმოდგენა ძალიან რთულია. იმიტომ რომ თუ ჩვენ ბევრ თეორიას დავუშვებთ, თუნდაც ერთი სამყარო ან მულტი სამყაროს თეორიას უკვე იკარგები რა. საერთოდაც ახლა ახალი თეორია წამოგვეშვა და შეიძლება შავხროში ვცხოვრობთო. ანუ ყველაფერს რო დააჯამებთ ამაზე ფიქრობ, მე ძალიან რთულია სასრული ამოარჩიო. ამიტომ სამყაროს შექმნა თვითონ, სამყაროს რაობა, რატომ არის ეს სამყარო შექმნილი და ამ სამყაროში ჩვენ რა მინიატურული ადგილი გვიჭირავს. შეიძლება არც მინიატურული, შეიძლება მასშტაბურიც იყოს. უბრალოდ ჩვენ ვერ გამსაზღვრავთ ამას, ხო? საბოლოო ჯამში შეჯერობით ყოველ შემთხვევაში, ვერ წვდება ჩვენი გონება ამ ყველაფერს. აი ამაზე ფიქრი არის ის, რაც დღემდე მაშინებს და თან მაინტერესებს. ხო, ეს შავხრელში ვცხოვრობთ, ეს რაც ახალი აღმოჩენების მერე ისევ ამოტივტივდა ეგ ხო თორე ადრეც არსებობდა რომ შეიძლება შავხრელში ვიყოთ, ხო? თუმცა შავხრელი ერთ-ერთი გამსაზღვრელი ფაქტორი არის იმ კოსმიური ძალების, იმ საგალაქტიკა შორისო ძალების, ფიზიკური ძალების, რაც მართავს ამ სამყაროს რა. მაგიტომაც არის ალბათ გალაქტიკების შუაში დიდი მასიური, ულტრამასიურიც შავი ხვრელები. ანუ ფაქტობრივად ეს სუბსტანცია განსაზღვრავს ამ გალაქტიკის წესრიგს. ხო, ეხაც შენი ერთ-ერთი ბოლო ვიდეო იყო შვიდ განზომილებაზე. ხო. ხო და ძალიან რთული ეს არის გასაგებია ჩემთვის რა, შეიძლება ვაცი მათემატიკოსია და ვისაც ეს რამაც თავიდან სწავლობს, იმან წარმოიდგინოს, მაგრამ ამის გააზრება ძალიან მიჭირს რა. რაღაც როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს. ჩვენ შორის ახლა შეიძლება იყოს ფარული შრეები. ხო, კიდე. ანუ სულ სხვა განზომილებაში გადადიოდეს ეს შრეები. უბრალოდ ჩვენ ვერ ვძლებთ ჩვენი ფიზიკური შესაძლებლობებით ამას. მაგრამ ერთია რომ ვერ ძლებ, მაგრამ ის ხო შეიძლება მაინც ჩვენზე აისახებოდეს, სადღაც ჩანდეს რაღაცაში.
აესახება რა თქმა უნდა. ესახება ზოგი მეცნიერი ამ დეჟავუებსაც და ზოგი სიზმარსაც, სიზმარი ხო აუხსნელი ფენომენია ერთ-ერთი. კი, იხსნება რაღაც სამედიცინო და სამეცნიერო კუთხით, მაგრამ საბოლოო ჯამში ის შეგრძნებები და ის აღქმები, რაც სიზმარში ხდება, ზოგიერთი უკვე ფიზიკის დონეზე უკავშირებს სხვა სამყაროში გადასვლის შესაძლებლობას. როდესაც ჩვენი ტვინი ძილის დროს, ღრმა ძილის დროს, ხო სიზმარი ხო ღრმა ძილში უკვე წარმოიქმნება, ჩვენი ცნობიერება გადადის სხვა სამყაროში, სხვა მულტისამყაროში, სადაც ჩვენი ასლები არსებობენ. შეიძლება განსხვავებული მეტი და განსხვავებული ცხოვრების სტილით. ხო, სიზმარზე დაკვირვება განზომილება იყოსო ანუ. ხო, სიზმარზე დაკვირვება მე ძალიან მიყვარს და მაინტერესებს ეგ ფენომენი და ხანდახან არის ძალიან ზუსტად ხვდები რაღაც სიზმარი საიდან მოვიდა რა, რომ რაღაცები ვიფიქრე დღეს განმავლობაში რაღაცა მოხდა და მახსოვს რომ ის რო გავიფიქრე იმის შედეგია, მაგრამ ხანდახან არის სიზმრები, რომლებიც ხან ვერც მოყვები ისეთი სიზმარი არის და სიტყვებით გადმოცემაც ძნელია. გახსოვს უბრალოდ ვერ გადმოცემ, ხო? შეგრძნებას ვერ გადმოცემ, რაღაცა ახალი შეგრძნება, რომელიც აქ არ გქონია და იქ განიცდი ამ შეგრძნებას ან რაღაცა შეიძლება გემო იყოს ან რაღაცა არ ვიცი შეიძლება გონია რომ გემოს, მაგრამ ძალიან უცნაური ფენომენია. მაგრამ ამ რეალობისთვის განსხვავებული. ამ რეალობისთვის განსხვავებული ხო, მაგრამ აი ზოგიერთი სიზმარი არის, ვიცი რომ ჩაყვა და დაგესიზმრა და რაღაცის შედეგი იყო და იქაც თქვა იგივე სამყარო გრძელდება ოღონდ რაღაც სიზმრის, მაგრამ არის რომ საერთოდ სხვანაირი არის რა ყველაფერი და ამიტომ ამობენ ფიზიკოსების ამბობს გარკვეული ნაწილი რომ ზუსტად ეს განსხვავებულობა არის ის რაც განსხვავებულ სამყაროში ხდება. და ამიტომ სიზმარი ისეთი მომენტია ფიზიკური მდგომარეობისთვის, როდესაც ფიზიკური მოთხოვნილებები არ უშლის ხელს სამცნობიერებას გავიდეს და შეერწყას იმ სხვა მეს ამ სხვა ასლს. ხო. და რაღაცები გადმოიტანოს იქიდან. შემთხვევაში ჩვენ კი არ გვესიზმრება რაღაც, უბრალოდ მისი თვალით ვუყურებთ, ან ჩვენი ასლის თვალით ვუყურებთ და ის გვამახსოვრდება შემდგომ. ხო. ესეთი ახსნაც არის. ხო. ეს ხშენ როგორც შენი აზრით როგორ არის? ეს არის ახსნა მოიტანე. ზოგიერთი სიზმარი არის, რომელიც შეიძლება მართლა ჩამყვავ და იმას დაუკავშირეო. აიხსნას ფიზიკური მდგომარეობით და მყოფადობით, მაგრამ დაწყეს ოთახში და შესაბამისად არის ისეთი, რომ მართლა რაღაც არამქვეყნიური ახსნა აქვს რა. კი. ძალიან რთულია მიაწერო მხოლოდ ტვინში წარმოქმნილ რაღაც ნეირონულ იმპულსებს და რაღაც ელექტრონულ ბმებს რა. და ქვეცნობიერის პროდუქტს. შენ ეს ინტერესი საიდან თუ გახსოვს, საიდან მოდის შენში ეს რაღაც ამოუცნობის ძიების და სამყაროს შესწავლის ინტერესი? მე მგონი არ ვიქნები ბანალური, მართლა ბავშვობიდან მოდის, აი სოფელში როცა ბავშვები ვიყავით ხოლმე, სულ მარტოვდებოდი, როცა მოსაღამოვდებოდა. და სოფელში იმიტომ რომ მოწმენდილიცაა და ნაკლებად არის დაბინძურებული ხო და უფრო გარჩევადია. ძალიან მიყვარდა სულ ბავშვობიდან ცის თვალიერება. გამორჩეული ვარსკვლავებიც მყავდა თავისი სიდიდით და სიკაშკაშით. არ ვიცოდი ხა მათი სახელები და ცაზე მათი განლაგება თავისთავად ხა მაშინ არც ინტერნეტი იყო და სადა ეს რა მოსოფელში? ჩემს სოფელს ქვია ციხია. ეს არის ტყიბულის რაიონს ეკუთვნის და საკმაოდ კარგი ჰაერია, მთიანი ზონაა და საკმაოდ კარგად ჩანდა ცა. ალბათ ტელესკოპი რო ქონოდა მაშინ სასწაულად კარგი დასაკვირვებელი იქნებოდა ცის თაღი იქედან და მეტეორების წვიმა იგივე ზაფხულის, გაზაფხულის პერიოდში კარგად ჩანდა, ანუ ხშირად ეცემოდა მეტეორები და მაშინ ხო ვარსკვლავის ჩამოვარდნას ვეძახდით და აქედან დაიწყო ჩემი ინტერესი. საბავშვო ლიტერატურაც მიზიდავდა კოსმოლოგიის თემაზე, ну, მაშინ მწირი იყო, მაგრამ ძალიან დიდი ესე ინტერესით ფილმებიც, ფანტასტიკური ფილმებიც და დიდი ხანია. უცებ არ გამჩენია ეს ინტერესი. არა მარტო კოსმოსი, ზოგადად ჩვენი არსის, იმიტომ რომ ჩვენი არსი შეიძლება იყოს სულიერი, ანუ შიდა განცდებიც, წმინდა მეტაფიზიკური, მეცნიერული, კოსმოლოგიური, ანუ ჩვენ ხო მრავალმხრივი არსებები ვართ და არ მივილტვით ერთი რაღაცის შეცნობისკენ, მაგალითად სულიერისკენ ან წმინდა მეცნიერულისკენ. ჩვენ ხო ბევრ რამეს ვიტევთ სინამდვილეში. ყველაფრის შეცნობაში სხვადასხვა გზით წავიდეს, მაგრამ შენი აზრით აქ ერთი საფუძველი, ერთი მიზანი ამ ყველაფრის შეცნობას არის რაღაცა, რასაც ყველანი ვეძებთ, რამე საერთო აქვს ადამიანების ცნობის მოყარეობას, ამ ძიებას. შეიძლება რაღაცა მეცნიერებაში ეძებდეს, მეცნიერებაში რაღაცა თქვათ კოსმოსში, რაღაცა უჯრედში, ცოცხალი არსების რაღაცაში, მაგრამ ერთ და იგივეს ვეძებთ? ვეძებთ ერთ და იგივეს.
უბრალოდ სხვადასხვა გზებით. შემდეგ შეიძლება ეს გზები გაერთიანდეს, მაინც მიგიყვანოს, ანუ მოითხოვოს მაგათად მეცნიერულმა რელიგიური ან რელიგიურმა მეცნიერული, მაინც ჯაჭვი არის, უბრალოდ ჩვენ მყოფთ და რაღაცა ნიშნით ვასხოვებთ ერთმანეთს. სინამდვილეში რამდენიმე მთავარი ფუნდამენტური კითხვა არსებობს, რაც გვამოძრავებს და რაც გვაცოცხლებს და რაც არ გვიკარგავს სიცოცხლის და ძიების სურვილს, რომ ვინ ვართ, რატომ, საიდან მოვდივართ და სად მივდივართ. აი ეს ის ძირითადი ხაზოვანი კითხვებია, რასაც მე მეტნაკლებად ცდილობს პასუხი გასცეს მეცნიერებამ, რელიგიამ, ორივემ ერთად ფილოსოფიამ. და ალბათ ეს არის რაც გვაერთიანებს საბოლოო ჯამში. არაფერი დასაპირისპირებელი არ არის სინამდვილეში, როცა ამბობენ რომ რელიგია მკვეთრად არის დაპირისპირებული მეცნიერებასთან და პირიქით. საერთოდაც არა. საერთოდაც არა. მე მგონია რომ თუ ეს ორივე სწავლება გააერთიანებს თავის შესაძლებლობებს, უფრო მეტად ამოვხსნით კაცობრიობის არსს და მიზანს და საერთოდ სიცოცხლის არსს, რომელიც ამ ეტაპისთვის უნიკალურია. თუმცა ჩემი აზრით არა ერთადერთი. ხო და აი ეს მეც ასე მგონია გეთანხმები რომ ყველას ერთი კითხვა მოძრაობს უბრალოდ ხანდახან ვერ ვარქმევთ ერთ და იგივე სახელს ან მაგრამ შინაარსით მაინც ერთ და იგივე გამოდის რა რასაც ვეძებთ და სულ მაინტერესებს რატო გვაქვს ეს მიდრეკილება აი ამ რაღაცა თუნდაც ვინ ვარ მე და საიდან მოვდიო რა აი ამის ძებნას ეს არის რაღაცა ევოლუციის შედეგია რომ ჩამოგვიყალიბდა და ჩვენი ტვინის ფუნქცია რომ აი ეს ამ კითხვაზე პასუხი ეძებოს თუ რა არის ეს ეგეც ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან ისეთი ამოუხსნელი ფენომენია რომ ის ადამიანებიც კი ვისაც საერთოდ არ ინტერესებს მეცნიერება და სამყაროს შესწავლა და რაღაცა სხვა რაღაცა ცხოვრებაში დაკავებული და რო კითხო იმანაც შეიძლება გითხრას რო არა მაგრამ ძალიან ხშირად შემჩნევია ეგეთ ადამიანებშიც რომ ინტერესი ყველას აქვს ხო რომ აი თვითონაც ვერ ხვდება მაგრამ აქ მაინც ინტერესი რა როდესაც მარტო რჩები ეს ფუნდამენტური კითხვები ყველასაც უხებს რა განათლების მქონეც არ უნდა იყოს რა შეგნების და შემეცნების დონეც არ უნდა იყოს ადამიანი იმიტომ რომ აზროვნება და გონება ყველას აქვს ხო რა მასშტაბით არის განვითარებული ეს სხვა საკითხია და ინდივიდუალურია ბუნებრივია მაგრამ ეს ფუნდამენტური კითხვა რაღაც დნმ-ურ კოდს გავს თითქოს რა ჩადებულია რომ ეს უნდა ვეძებოთ ხო რაღაცა შეგვჭირდება მე ესე ხსნი რომ თითქოს რაღაცის ნაკლოვანება გვაქვს ყველას რის ამოვსებასაც ვეძებთ აი რაღაცა თითქოს რაღაცას ვეძებთ რაც გავხდეს მე სრულ ყოფილს რა რო არა სიახლისადმი ძიება და სიახლის და თავარის შემეცნება ალბათ ჩვენს არსებობას აზრი არ ექნებოდა. ზუსტად ეს დააყოლა სამყარომ, როცა ადამიანს ქმნიდა, რომ ეძებოს მისი წარმომავლობა რა. აი როგორც გაშვილებული ადამიანი ეძებს თავის ნამდვილ მშობლებს, ხო? აი ასე ვართ. ვინ შეგვქმნა? და რატომ? შენი აზრით? ხო. ძალიან ღრმად დასაფიქრებელი და სამშელო ეს საკითხი რა, იმიტომ რომ ცალკე აღებული ერთი სწავლება, მაგათად რელიგიური ან მეცნიერული, მე ვფიქრობ, რომ ვერ იძლევა ამომწურავ პასუხს. ნუ რელიგიური დოგმატურია, იყო რაღაცა ამბავი და დაიჯერე. მეცნიერული უფრო მეტ შრეებში ჩადის, მაგრამ საბოლოო ჯამში მასაც არ აქვს პასუხი. ზოგი თევზამდე დადის და თევზიდან დავიწყეთ რეპტილიიდან ზოგი ამებადან, ერთუჯრედიანიდან. ანუ ჩვენი დნმ მართალია ბევრი ინფორმაციას მოიცავს, მათ შორის ცხოველურსაც, ხო? მაგრამ მგონია რომ თავისთავად აი ეს ხელი, ამის იდენტური, აი ესე. და ბევრი იდენტური რამ არის, ხო? ზღვის სამყაროს შევხედოთ, ზებრას ზოლებს შევხედოთ, ვეფხვის ასე თქვა ზოლებს. აი ესე იდეალურად იდენტური ამ სამყაროში თან ასეთი მრავალფეროვანი მარტო ოკეანე რომ ვიღოთ, ხმელეთს თავი დავანებოთ, საერთოდ შესწავლილიც არაა, ხო? რაც ვიცით, 5%-იც არაა. აი ამდენი სახეობა, ასეთი მრავალფეროვნება თავისით არაფრიდან არ ამგონია. ხო. რაღაც დიდი ლაბორატორიული განცდა მაქვს დედამიწის მიმართ, მაგრამ ეხა ეს უკვე როგორ აიხსნება ცალკეული რელიგიური ხაზით, ერთი შემოქმედით თუ საერთოდ კოსმიური ძალებით თუ ამას უკვე მე კი არა ძალიან დიდი ფილოსოფოსები ცდილობენ და სწავლები ჩაწვნენ და ვერ ამოხსნა ვერ ამის სინამდვილეში. ვერც ერთი რელიგიური სწავლება, ვერც ერთი სამეცნიერო ხაზი, ფილოსოფია მხოლოდ კითხვებს ამს. ახსნა ამ მიმართულებით დიდად არ აქვს. ხო და აი როცა ესეთი რეალობა გვაქვს
რომ ვიცით რომ ძალიან დიდი ტვინები, უნიჭიერესი რაღაც მოვლენები და გენიოსებიც კი უკირკიტებდნენ ამ საკითხს და ახლოსაც ვერ მივიდნენ პასუხამდე. არც ერთის ნაშრომი არის რომ წაიკითხო და აი აქ ყოფილა პასუხი, ან მიახლოებით მაინც თქვა. ეს ამ ყველაფრის გააზრების მიუხედავად ეს მაინც არ ჩერდება და მაინც რაღაცას უკირკიტება. ანუ იმედი გაქვს რომ გაჩერდეს დავსრულდებით. დაასრულებს კაცობრიობა არსებობას. რაციონალურად ეხლა მე ჩემ თავზე ვილაპარაკებ. რაციონალურად რო იყო უნდა შევწყვიტო ამაზე ფიქრი ხა, იმიტომ რომ მე ხა აინშტაინზე მეტს ვერ აღმოვაჩენ ფიზიკაში და რაღაცებზე მეტს ხო რაღაცებს სტივენ ჰოკინგზე მეტი არ მეწოდინება ფიზიკაში და რა აზრი აქვს ფიზიკაზე რაღაცებს ფიქრობ ან ვიკვლევ აი რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მაინც ეს არ ჩერდება ესეთი ეს ტვინი რა. როცა იწყებ ძებნას გინდა ყველზე ფიქსი რა, ანუ რამდენი ფილოსოფოსი და ეს აიღე იმათზე მეტს თითქოს ვეღარ იაზროვნებ შენ. თითქოს ჭერი არის ეს შენი აზროვნების რო უკვირდები რა, მაგრამ მაინც რაღაც გაგიმედი რომ იცი რას გავს ეს ყველაფერი და ჩვენი მდგომარეობა რას გავს. ზოგი ადარებს ლაბორატორიის ვირთხას, აი ზაზუნას უბრალოდ დოლურაში რო დარბის. არა, თლად ასე შეურაცხყოფილად არ არის ჩვენი მდგომარეობა. ჩვენ საკმაოდ განვითარდით და საკმაოდ სწორად ვსვამთ კითხვებს. ძიების მეთოდები განსხვავებულია. ვისთვის რა არის სიმართლე და ჭეშმარიტება, ხო? ერთი ჭეშმარიტება და ერთი სიმართლე არ არსებობს. ხო. მაგიტო თქვი წეღანაც, რომ ვერც ერთი რელიგია ვერ გაძლევს რელიგიური სწავლება, ვერც აღმოსავლური, ვერც აბრაამული სწავლებები, ვერც ერთი ვერ იძლევა სინამდვილეში პასუხს. ჭეშმარიტ პასუხს, აბსოლუტურ პასუხს. ხო, ისეთ რომელზეც არავინ არ იდავებს, ხო. ჩვენ უბრალოდ ავდგებით და რაღაცის გჯერა და გვწამს, ესე ბრმად. ეს სხვა საკითხია, ეს ინდივიდუალური საკითხია, ყველას რწმენას და აზრს პატივს ვცემ, მაგრამ სინამდვილეში რომ ჩაუსაფრდე და გაშალო ეს თემა და ეს კითხვები დასვა, ამ სწავლებებში ეს პასუხები არ არის. ამომწურავად, რომ კითხვა აღარ დაგებადოს. გეუბნება რომ არ უნდა დაგებადოს კითხვა. იმიტომ რომ გაქვს პასუხი და მიიღე. და თუ ჩაეძიები ვერ გაძლევს პასუხს. მეცნიერებაც ვერ გაძლევს პასუხს. და ვინც შეგვქმნა, ასე ვთქვათ, ვინც შექმნა აი ფილმი რო არის კუბი. გექნება ნანახი. კუბი? აი ერთი რომ გამოვიდეს, სხვა ხაფანგებია დაგებული და ერთი ხდება გამარჯვებული რა. ძალიან გავს კალმარის თამაშებს, ხო, თითქოს. აი დაახლოებით ასეთ რაღაცას გავს. ამ ფილმებში სინამდვილეში დიდი აზრია ჩადებული. ჩვენ ცხოვრებას გავს და ჩვენს აზროვნებას და დამოკიდებულებას ჩვენს რაობაზე. ვინ ვართ, რა გვინდა, საიდან მოვდივართ და სად მივდივართ. ხო. ერთგვარი თამაში არის თითქოს. ხო, და ამ თამაშს სადამდე მიუყვავართ, რომ შენ ყველას ინდივიდუალური გზაა. ხო, მაგრამ კაცობრიობა ზოგადად რა რას გულისხმობ, რომ შენი ბოლო პერიოდი შენ არხზე ძალიან აქტიურად აშუქებდი მაგათად ამ თვარეზე მისის ამბავს და რომ დაფიქრდი რამ ხელა მოვლენა არის, რა მასშტაბის მოვლენა არის, რომ 4 იყვნენ ხო, 4 ადამიანი გაფრინდა თვარეზე შემოუარა, ჩამოვიდა ესე შორსჯერა და მე არ გაფრენილა. ამაში შეიძლება და არ ვქვა რომ ეს ადამიანის თვითგადაჩენის ინსტინქტია რომ იბრძვის რომ არა მეორე მხრიდან შეხედო ძალიან არარაციონალური მოვლენა არის რა სადღაც დედამიწაზე ცხოვრობს ადამიანი და უცებ მოწყდა გაფრინდა სადღაც ესე გარისკა თავის ცხოვრება რომ იქ რაღაცა ისიც არ არის რომ იქ ჯაფრინდება და გადარჩება არა იქ ჩავიდა რომ რაღაცა არანაირი გარანტია არ არსებობს და წამოვიდეს ანუ იმის წარმატებაც გაძლევს კაცობრიობის ისტორიას რო გადახედო რაღაცა კიდე ერთ პატარა ცოდნას რა მაგრამ ამის გამო ამდენ რაღაცას ვაკეთებთ რა ხო საინტერესო პერიოდი იყო საინტერესო პროექტი იყო ზოგადად ეს NASA-ს ეს მცდელობა ისევ მცდელობა იყო ეს არ იყო აქ გარანტიები არ არსებობდა არავინ არ იცოდა როგორ ჩაივლიდა ეს ფრენა იმიტომ რომ დიდი წმედა იყო თემაზე მინდა გადავიდეთ აი ეს არტემისის მისიაც მიმოვიხილოთ ჩვენთვის რა იყო ყველაზე საინტერესო რაც გაიგე მისის განმავლობაში და გავიგე ის რომ კიდევ შეგვიძლია და უფრო მეტიც შეგვიძლია. ხო, მოდი შეგაწყვეტინე რაღაც ამბობდი და ნუ ამასთან აკავშირში. შეგვიძლია ის რომ დიდი იდეებისათვის გავიღოთ თუნდაც სიცოცხლე რაც შენც თქვი. ეს ადამიანები მართლა გმირები არიან, იმიტომ რომ კაცობრიობისთვის გააკეთეს ძალიან დიდი ნახტომი. ჩვენ მართლა გვჭირდება მეორე სახლი. მეორე და უფრო მეტიც. იმიტომ რომ არც კოსმოსში არ არსებობს გარანტიები. აი გავიხსენოთ 3i ატლას კომეტა.
რომის ტრაექტორიაც კი თითქოს გათვლილი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში არავინ არ იცოდა მაინც, იმიტომ რომ როცა მზე მოქმედებს მასზე შლის შეიძლება სითბურმა ტალღამ ისეთი გრავიტაციული ცვლილება გამოიწვიოს ამ სხეულის, რომ წამოსულიყო ჩვენსკენ, ხო? რამდენიმე ათეული მილიონი კილომეტრი კოსმოსის მასშტაბში არ არის დიდი მანძილი სინამდვილეში. კი ვამშვიდებდნენ მეცნიერები და მეც ვამშვიდებდი ჩემს აუდიტორიას, რომ არ გვეჯახება და არ მოდის, მაგრამ არაფერი გარანტირებული არ არის კოსმოსში. რა ძალები იმოქმედებს, რა ტიპის ცვლილებები წავა მის ტრაექტორიაში, არავინ არ იცის. ეს კომეტა მთლიანად სიცოცხლეს არ დაასრულებდა დედამიწაზე, მაგრამ მნიშვნელოვან ზიანს მოიტანდა, რო დაუჯახებოდა. თუმცა ასეთივე სწრაფი მასშტაბით ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება წამოვიდეს უფრო დიდი ზომის ციური ობიექტი, ხო? ამას თავი დავანებოთ პოლიტიკური არამდგრადობა. ჩვენ გვაქვს იარაღი, რომელიც თვითგანადგურებისკენაა მიდრეგილი. და დამოკიდებული ვართ და ახალი გავაკეთეთ ეგეთი როგორც ამბობენ. როგორ? და კიდე ერთი ახალი გავაკეთეთ ეგეთი, არა, ხელოვნური ინტელექტი. როგორც ამბობენ. ინტელექტი ხო, ეს უკვე ეს მართლა იარაღია უკვე. ხო, ეს პატარა ბიჭებს გულისხმობდი დიდი სახელმწიფოს მეთაურებს. ხო, რა თქმა უნდა, ეს ხო პატარა ადამიანები არიან სინამდვილეში დიდი ამბიციებით. თავიანთი კომპლექსებით, რომ და ამის კომპენსირებას ცდილობენ ზუსტად ამ რაღაცა შეჭიდებით და იმეულ შენზე უფრო ძლიერი ვარ და ვინმე სიბრაზემ შეიძლება მოიტანოს ძალიან ცუდი შედეგი. ხო და ამიტომ მაგალითად ილონ მასკი რასაც აკეთებს მიუხედავად იმისა რომ ეს კაცი მგონს რუჭკوازე აღარა მაინც ძალიან დიდ საქმეს უაკეთებს კაცობრიობისთვის აი უდიდეს საქმეს შეუფასებელ საქმეს აკეთებს მიუხედავად იმისა რომ მას თავის კომერციული ინტერესები აქვს ამ კომერციული ინტერესებთან ერთად დაბალანსებულად სამეცნიერო და საკაცობრიო მიზანსაც ემსახურება და ჩვენ რო გქონდეს მას პოლიტიკური მხარდაჭერა რეალური ჩვენ უკვე ვიქნებოდით მარსზე ხო შემიძლია შეგვიძლია ჩვენი დღევანდელი ტექნიკური შესაძლებლობებით შეგვიძლია ეს უბრალოდ ახლა მთლიანად ვარ დამოკიდებული ამ ერთი კერძო კოსმოსური კომპანიის მიღწევებზე. NASA მაგალითად არ არის ჩართული ამაში. NASA უყურებს, უცდის, უდებს კონტრაქტებს, მაგრამ არ იღებს მონაწილეობას ამ პროდუქტის განვითარებაში, იმიტომ რომ არ აქვს ბიუჯეტი შესაბამისი. რაც ჰქონდა ისიც ჩამოაჭრა დღევანდელმა ადმინისტრაციამ. ფაქტურად გაუნახევრა. არტემის 2-დან რა იყო შენთვის ყველა საინტერესო? რამე გაიგე ახალი კომუნიკაციის ულტრა თანამედროვე მიღწევები. ეს იყო რაღაც სხვა მასშტაბის შესაძლებლობა ტექნიკური, რომელიც გამოიცადა. ლაივ რეჟიმში ჩვენ 4K გარჩევადობის გამოსახულებას ვიღებდით თვარედან. თვარედან, ხო. ეს იყო მართლაც ერთწამიანი დაგვიანებით. ხო. ამ პატარა კაფსულაში იყო ისეთი ტიპის გადამცემები, რომელიც 400,000 კილომეტრზე აგზავნიდა წამის დაგვიანებით ამ გამოსახულებას უწყვეტად. ფაქტურად წყვეტა არ ყოფილა. და მე არ ველოდი. მე ველოდი უფრო მეტ ხარვეს, უფრო მეტ ტექნიკურ შეფერხებას და აი წამში აბსოლუტურად გამართული იყო ეს ყველაფერი. მთელი მისია. ხო, ნუ ეს ერთი მომენტი სადაც მოიფარნენ. ხო. ის ეხა ხო გათვლილი იყო და ვიცოდით რომ ესე იქნებოდა. გათვლილი იყო 21 დღეზე. თვითონაც ეშინოდათ და ფიქრობდნენ რომ რაღაც შეფერხებები წარმოიქმნებოდა. მაგრამ იმდენად გეგმაზომიერად და წამის სიზუსტე ჩაირა ყველაფერმა რომ თვითონაც გაუცებულები არიან. რასაც ვაგვირდები პრესკონფერენციიდან და მათი განცხადებებიდან ესეა რა თვითონაც არ ელოდნენ. იმდენად კარგად ორგანიზებულად ჩაიარა. და ღირდა ეს ლოდინი რა და ბევრჯერ გადაიდო ფრენა, ხან საწვამა გაჟონა, ხან რაღაც ძრავებში პრობლემა იყო და მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე იდგა სენდვილში ეს მისია. ვიღაცები ხლიცინებენ და ამბობენ რომ რა ვერ გაუშვეს, ხო ვიყავით, სხვა დრო იყო, სხვა ტექნიკა იყო, სხვა მეცნიერები იყო. ხო, ნახოთ იყვნენ წასულები. ხო, რა თქმა უნდა. ეგეც კი არის ხომ კითხვის ნიშნის ქვეშ. ეხლა ვეღარ ამბობენ სხვადასხვა ამ მისიას. არა, ვიცი, ძალიან ბევრი ამბობს. იმდენად ჩემთან რა ვინც წერდა ისინი ვეღარ ჩემთან სტუმრად. ხო. მე Facebook-ზე რაღაც ვიდეოები გავრცელდა და აი ზღვა კომენტარები მოდიოდა ადამიანებსაც არ ჯერა რომ გაფრინდნენ, არ ჯერა რომ დამწერგვალია და ასე შემდეგ. მე YouTube-ით საზღვრავ ამ შემთხვევაში. YouTube-ზე არ შემოგვიდგა. მისის დასაწყისში ან მანამ როცა გამიკეთები ამ თემაზე, ძველ აპოლოს ეპოქაზე და დაგეგმილ არტემისზეც ვიდეოები, ძალიან მრავლად იყო ეგეთი კომენტარები. რომ მე ზღაპრე ხარ, ზღაპრებს არ ვცელებ, NASA-ს ზღაპრების გჯერა. რატო გვატყუებთ? ხო, და ეხლა დავარდა. აი როგორც კი გაფრინდნენ, პირველი ეპიზოდის მერე სხვა 10 ეპიზოდი იყო სერიალებით გავაკეთე რა. ყოველდღიური მიმოხილვა, როგორ მიდის მისია.
აი როგორ ელბისებურად იკლო, იცი, ასეთმა კომენტარებმა. შეიძლება იფიქროს ამასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. არა, მე ხო არ ვერ დავამტკიცებ რომ მათ აზრი შეიცვალეს. ხო. ეგზელი დასჯერებელი. ძალიან მივეხმარე ამაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის სურვილი აღარ აქვს რომ მე მეზღაპრე დამიძახონ ან NASA-ს ტყუილები და ჰოლივუდში გადაღებული ხო გამორცელებელი რაც შერაცხონ რა. ამის წერის სურვილი ყოველ შემთხვევაში ჩემ პლატფორმაზე არ უჩნდებათ. Facebook-ზე გითხრას იმართლა არ ვიცი, მე არ მაქვს Facebook ვერდი ამ პროექტის. კონდა გაუქმდა რაღაც დამარეპორტეს თუ არ ვიცი რა მოხდა და მე აღარ გავაკეთე, იმიტომ რომ იდეა არ იყო ჩემთვის მომგებიანი, არც არ მაძლევდა. თუმცა მე მიმაჩნია რომ კონსპირაციების ასეთი სავალალო და კაცობრიობის მტრული კონსპირაციების გაქარწყლება ძალიან დიდი მისიაა სინამდვილეში. მე ერთი პერიოდი ვარდნაც მქონდა ყურებადობის, იმიტომ რომ ჩემს გამომწერებშიც უხვად იყო ესეთი ხალხი, რომელსაც სინამდვილეში ის არის ზღაპარი კონსპირაცია ამ შემთხვევაში. ხო, შენ ეგეთ ანუ ისეთი ესე როგორც ლაივ რეჟიმში აშუქებდი არტემის მისიას, ამასთან ერთად შენ არხზე შეიძლება იყოს ვიდეო მასონებზე, იყოს პირამიდები აშენეს თუ არა უცხოპლანეტელებმა და ეს თემები რა. რას მე ეგეთ მომწონს და იმის მე რაღაცაზე ღიად ფიქრი, მაგრამ ხო არის თემები, რომლებიც ასტრონომი რომ მხოლოდ კოსმოლოგიური ხაზი წავიდე. მე ისე განათლებით ფუნდამენტური განათლებით საერთოდ ეკონომისტი ვარ. პრაქტიკა ჟურნალისტიკაში მაქვს. თუმცა ინტერესები ამ სამეცნიერო მიმართულებით მაქვს, დოკუმენტალისტიკური მიმართულებით რა. და ამიტომ მე არ ვიზღუდავ თავს და არ ჩემ აუდიტორიას არ ვიზღუდავ, მხოლოდ კოსმოლოგიით. იმიტომ რომ კი, უფრო მეტი ვიდეო კოსმოსზე. როგორ არის შენ ახსენე, შენ რო დაიწყე თემატიკა თავიდანვე რა ეგეთი იყო? სამყაროს არსი იყო პირველი თემატიკა. ხო, ანუ აუდიტორია ხორში იწოლა გზადაგზა. არა, კოსმოსი წამოვიდა აუდიტორია. თუმცა აღმოჩნდა რომ იგივე ხალხს სხვა თემებიც აინტერესებს. თუმცა უფრო კოსმოსი. ეხლა ცოტა გადახვევა იქნება, ეხლა გამახსენდა შენ არხზე რომ ნახე ყველაზე ყურებადი ვიდეოები ტოპ 4 ყველაზე ყურებადიდან ერთი არის სტალინზე, ერთი ჰიტლერზე, ერთი ბერიაზე. მიუხედავად იმისა, რომ მაგათებ კოსმოსზე აქვს თემები მრავალფეროვნება შენ არხს არ აკლია. ხო, მაგრამ ვინ მოკლა სტალინი არის ყველაზე ნახვადი, ჰიტლერის ანდერძზე არის მე მგონი, კიდე ბერიაზე. ეს რა არის სიბრალე? ეს შენ მარტო შენ ახსენ არ ხდება ეს ჩემი ბევრ წრეენ დაკვირვებით ის როგორც ქართული ინტერნეტზე და YouTube-ზეც ესე არის რა, ეს არის თემები, რომლებიც აი ის 500,000 კაც მე მგონი 500,000-მდე ნახო აქ სტალინეზე ვიდეოს. მე ვიყავი შოკირებული. არ ველოდი. ვიცოდი რომ ბევრი ნახვა ექნებოდა, მაგრამ ასეთი მასშტაბის გავარდნას არ ველოდი და დავიწყე მოკვლევა. პირველ რიგში შევისწავლე ჩემი არხის ანალიტიკა. თან კაი დიდი ვიდეოა, თუ ესეთი. კი. და ყველა ასეთ ვიდეოზე, რომელიც ეხება ამ ისტორიულ პოლიტიკურ ფიგურებს, აღმოჩნდა რომ უფრო მეტი ყურებადობა აქვს საზღვარგარეთიდან, უფრო მეტად რუსეთიდან და ამერიკიდან. მაგრამ ქართულენოვანი. ქართულენოვანია ხო, მაგრამ ხო თარგმნის YouTube-ი. ტიტრებითაც შეიძლება მოყოლეს. ხო. და მე ვფიქრობ, რომ შეიძლება იყოს რუსული აუდიტორია. განსაკუთრებით სტალინზე. ბერიაზე უფრო ქართული აუდიტორიაა. ჰიტლერზე სხვათა შორის გერმანულენოვანი აუდიტორია ძალიან დიდი. პირველად მოხდა რომ გერმანიიდან უფრო მეტმა უყურა ვიდრე ამერიკიდან და რუსეთიდან. ხო. არა, ნუ ხა ეს რა ფიქრე გასაკვირი არ იქნება ხო, მაგრამ ის რომ ქართულენოვანს უყურეს რა, ნუ ტიტრებითაც კი რო უყურეს. კი. როგორც ჩანს, ყველა თაობაში, ახალ თაობაშიც ამ ფიგურებს ძალიან დიდი წონა აქვს. და რატო? რეალისტურად მე მაინტერესებდა ფიქრობდი აი რატო? იმიტომ რომ მათ შემდეგ რეალისტურად მსოფლიოს არ ყოლია ასეთი ბუმბერაზე მასშტაბის ლიდერები. ცალკე აღებული ახლა ვინ როგორი სასტიკი იყო და ვინ რომელზე მეტად ამ მასშტაბის ცვლილებები რო გამოეწვია, ხო, ეს სხვა თემაა, მაგრამ ხო შექმნეს ამ ხალხმა ეპოქა. რეალისტურად, ანუ ამხელა ომები, შემდეგ ამხელა ქვეყნები მართეს, ამხელა ამბიციები, ასეთი მასშტაბის და გახანების პოლიტიკოსები მსოფლიოს მე აღარ ყოლია. ხო. ნუ თითქოს რეიგანი, ვიღაც საბჭოთა ლიდერები თითქოს იყო, მაგრამ ამხელა მიღწევებით არა. ამიტომ ეს ეპოქა, როდესაც სტალინი იყო, ჰიტლერი იყო, ნუ ბერია, ნუ არ იყო მთავარი ფიგურა ამ შემთხვევაში.
იყვნენ ის ფიგურები, რომლებიც ეპოქა შექმნეს, ანუ განსაზღვრეს მომავალი გრძელვადიანი პოლიტიკური დღის წესრიგი მსოფლიოსი. ახალი პოლიტიკური რუკა შექმნეს, ხო? შესაბამისად, მას შემდეგ დიდად არაფერი არ შეცვლილა. საბჭოთა კავშირი დაიშალა და იქ რაღაც გადაადგილება მოხდა და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები გაჩნდნენ. და ეს იყო ბოლოს რაც იყო მოვლენა. და ეხლა დაიწყო თითქოს თავიდან გადაწყობა, ხო? რუსეთის ომით უკრაინაში, იქ რაღაც ირანის გადალაგებები და რაღაც თითქოს, მაგრამ ეს მე მგონია რომ არ ცვლის მსოფლიო რუკას ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ეგრე სიმრავლე არის რომ ეგეთი მასშტაბის ისინი არ ყოლია ლიდერები სამყარო შეიცვალა თუ უბრალოდ ისე მოხდა ჯერ არ დაბადებულან, ანუ იქნება სამყარო ისეთი გახდა რომ აღარ აქვს ამ ხელა გასახანი ერთეულ ადამიანებს რა რომ ხელისუფლების გამოწვევის დიდი ცვლილებები მოდის დიდი სისხლის ხარჯზე სამწუხაროდ. იმიტომ რომ თუ შენ გინდა საკაცობრიო მასშტაბის ცვლილებები, აქ სისხლს ვერ აცდები, ომს ვერ აცდები. ანუ დიპლომატიური გზები და მშვიდობიანი გზები დიდი ცვლილებებისთვის არ არსებობს, იმიტომ რომ ჯერ კაცობრიობას არ მიუღწევია ბოლომდე ჰუმანურ მეთოდებამდე, ანუ საუბრით დიპლომატიით დიდი ამბები ვერ წყდება სამწუხაროდ. კი არის მცდელობები, შირმა, საზოგადოების თვალში რა ჩვენ ვცდილობთ, მაგრამ რეალურად არაფერი, ხო ხედავთ, მე 5 წელია უკვე ომი მიდის და ვერ დაჯდა პუტინი და ზელენსკი ერთად. ვერამი ვერ მოახერხა ეს, ხო? რომ რაღაც პაუზაზე მაინც წავიდნენ თუ არა დასრულებაზე, ხო? ამიტომ თუ ცვლილებები მიდის ომის ხარჯზე და სისხლისღვრის ხარჯზე. ეს სისხლისღვრა და ომი აღარავის აღარ უნდა. ჩვენ პანდემია მას გვაჩვენა, როგორი ეკონომიკური შოკი გამოიწვია მსოფლიოში, ხო? და რა მოხდა იმ 2 წლის განმავლობაში, რა კვალი დატოვა. ფსიქოლოგიური კვალი ელემენტარული მთელ კაცობრიობაზე და დიდი ომები დღევანდელი სამხედრო შეიარაღების შესაძლებლობებით შეიძლება კაცობრიობისთვის დამღუპველი იყოს. ამიტომ არ არის რთული გადალაგება მსოფლიო დღის წესრიგის ომით. დიპლომატიით ვერ გამოდის, ომი არ უნდათ. ამიტომ თორემ რომ მიუშვა გაქანებით შეიძლება აღმოჩნდეს უფრო უკეთესი ლიდერებიც, უკეთესი შეიძლება ცუდი გაგებითაც, ანუ უფრო პირსისხლიანიც და უფრო ჰუმანურიც. მაგრამ ამაზე გარისკვა არ დღეს არავის არ უნდა და მე მგონია სწორიცაა. იმიტომ რომ სად მიგვიყვანს ეს უკონტროლობამდე არ ვიცით, ხო? ხო და თავარ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, რატო ქონდა ამიტომ ქონდა ნახვები. ადამიანები ჯერ კიდევ სწავლობენ ახალი თაობაც მათ შორის, ასაკიც გამიკვირდა 16-დან 25 წლამდე, საკმაოდ დიდი წილი აქვს, 30% აქვს. სტალინის ვიდეოებს 16-დან 25 წლამდე აუდიტორიის. ძალიან დიდია, ძალიან დიდი ზღვარია. შეიძლება ძველი თაობის ხალხს უფრო აინტერესებდეს სიტყვაზე ჩემი თვალით დანახული ეპოქა, ხო? თუ ჩემი მაყურებელია და გამომწერია, აბა ეს თემა როგორ გავაშუქე, შეიძლება ამიტომ ჩართოს, ხო, მაგრამ არა. ახალი აუდიტორია მომიყვანა. ისე რა არის ყველაზე აქტიური აუდიტორია თუ აკვირდა მაგ სტატისტიკას ზოგადად არხზე? 25-დან 45 წლამდე. მაგრამ ამ ვიდეოებზე იყო გორა დაბოლოება იყო კი. და სხვა ისტორიული ვიდეოებზეც, ეს ახლა კონკრეტულად ფიგურებს ეხებოდა, სხვა ისტორიული თემების ვიდეოებიც მაგალითად იყო რამდენიმე ვიდეო პირველი ატომური ბომბის გამოგონებაზე მაგალითად ინტერსტელარზე მქონდა, ანუ გაშლა იმ სამეცნიერო თემატიკის, რაც ფილმშია ასახული, სხვა შორის შავი ხვრელის გამოსახულება, რაც იმ ფილმშია, არ მქონდა მანამდე. და დაემთხვა. იქ მეცნიერებიც იყვნენ ჩართულები და დაახლოებით იცოდნენ როგორი უნდა ყოფილიყო შავი ხვრელი და მაგრამ მაინც უნიკალური ფილმი ამ მხრივ სამეცნიერო ღირებულების მხრივ რა. ხო, ის ფოტო რაც მე ნასამ გამოდა, ფოტო რა, ანუ რაც ქვია მაგას არ ვიცი რა, ხო, ეს ფოტოს ვერ გადავუღებ. ხო, ალბათ. ხო და მეც გამიკვირდა, მაგრამ უსასრულოდ ამაზე კეთება არ შეიძლება და არც ჩემი არხი არ არის ხო ეს ისტორიული პოლიტიკური თემატიკის. ცდუნება რამდენად გაგხოლმე, რომ იცი რომ ეს თემა საინტერესოა, მაგრამ ამას ბევრი დაკლიკება იქნება რა. ამაში ბაბას უნდა მაინტერესებდეს მე. ანუ ერთგვარი მუზა უნდა მოვიდეს, რომ რაღაც თემა მიმიზიდოს და დამაინტერესოს და მე ის საინტერესოდ ვაქციო ჩემი აუდიტორიისთვის. არ ემთხვევა ზოგჯერ. ხო, იმიტომ რომ ამ თამაში YouTube-იასაც ქვია ეს აზარტი თანგდევს რა ნახვების და გინდა თუ არ გინდა. კი, მაგრამ მე რაღაცნაირად ვერ ავყევი ამას. მე ვაშუქებ კონსპირაციებს, ვაკეთებ კონსპირაციებზე, მაგრამ არა კონსპირაციული ხაზით. ანუ ყვები კონსპირაციებზე, მაგრამ არ ვამტკიცებ, რომ ეს სიმართლეა.
რაღაც კომენტარი იყო, კარგად მახსოვს, რომ იმდენად ამაჯერებელი საუბრის მანერა და ტონი და ინტონაცია გაქვსო, რომ შავზე თეთრიობით ხარ იმასაც დავიჯერებდო და არ არის ეგრე მე როცა ვსაუბრობ კონსპირაციებზე, არასდროს არ ვსაუბრობ მის რეალურობაზე. მაგრამ იმდენად დიდი დოზითა უკვე საზოგადოებაში კონსპირაციების სხვა მიმართულებით გავრცელებული, რომ უნდა შეეხო, ვერაცდები. და უნდა ეცადო, რომ არა, ახე მე არ მიყვარს საერთოდ მტკიცებით ფორმაში საუბარი. შეიძლება რაღაც გამომდიოდეს ან ჩემი ხმა იყოს ესეთი, რომ თითქოს რაღაცას ვამტკიცებ, მაგრამ არა. ყოველთვის არის ჩემთან ალტერნატიული აზრი. ერთი აზრის ალტერნატიული ყოველთვის ისმის. რა დოზით ამაზე შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ ესე რომ ეს არის და მორჩა, ანუ მე არ მიყვარს ჩატენვა. მე მიყვარს როცა მაყურებელს აუდიტორიას თავად გამოაქვს დასკვნა. უბრალოდ მე ვთავაზობ სხვა გზებს და შემდეგ თვითონ გამოიტანს დასკვნას. ესეც ინდივიდუალურია, ვინ რომელი აზრისკენ გადაიხრება, ხო? და ეს მიმაჩნია სწორად და კონსპირაციების მხრივ მგონია, რომ მე მეტია სამუშაო, იმიტომ რომ ძალიან მარტივია კონსპირაციების გავრცელება და კონსპირაციული აზრების გენერირება საზოგადოებაში. და ამის გაქარწყლებისთვის ზოგჯერ მომხვედრია მახვილი იმ კუთხით, რომ აუდიტორია დაცემულა. TV11 თუ გახსოვს არხი ესეთი მან ქონდა ესეთი რუბრიკა შეთქმულების თეორიებს ვიგონებდით. ოღონდ ესე მაქსიმალურად სასაცილოდ და ესეთი რო ყოფილიყო რა, აი რაღაცა ახალი შეთქმულების თეორია და ეს კონკრეტული რაზე იყო აღარ მახსოვს. ალბათ 10-მდე გავაკეთეთ რა, რაც პერიოდულად გამოდიოდა თავისი იმებით, რაღაცა გრაფიკული როგორ გითხრა მონტაჟით და ასე შემდეგ რა, რომ აი როგორც ახლა მასონებზე შეიძლება რაღაცა კონსპირაციული თეორია მოიგონო, ესე რაღაცას დავждებოთ სისულელეს მოვიგონებდით და მე როგორ შეიძლება ეს სისულელე გაგვიმართლებინა. მაგრამ ნუ გადიოდა იმუნისტურ არხზე. რამდენიმე მერე წლების მერე შემხვდა Facebook-ზე როგორც ერთ-ერთი ესეთი თეორია და ეგ ვიდეო იყო მოყვანილი და აი როგორც იქ არის განხილული და მიუხედავად იმისა, რომ იქ იყო გაკეთებული როგორც იუმორისტული. ოღონდ სერიოზული ხმით. ხო, სერიოზული ხმით, ანუ ცოტა დაცინვა ეგეთი თეორიების, რომელიც ძალიან გიჟური თეორიებია იმისი რა, მაგრამ ესეც სერიოზულად იყო გაგებული. გაზეთში რაღაცა გაზეთში იყო ერთ-ერთი კომენტარები იყო ისეთი, რომ აი ხო განიხილავდნენ სერიოზულად. კი, არსებობს, ანუ ცოტა ეგეთების რაღაცა მოსახელე ნაწილს აქვს მზაობა რომ რამე დაიჯეროს, მე ამდენად ითვისებს ეგეთ ბევრ რაღაცას. საერთოდ კრიტიკულობის უნარი ძალიან დაბალი არის საზოგადოებაში. ახალ თაობას არ ეხება. ძალიან შეიძლება ხომ მტკივნეულ რაღაცას ვამბობდე, მაგრამ ძველ თაობაში ნაკლებად არის ეს კრიტიკულობა. ადამიანები პირდაპირ ენდობიან ინფორმაციას, თავარი რაღაც პიჯაკი გეცვას, ან რაღაც ისეთ სოლიდურად გამოიყურებოდე და დამაჯერებელი ხმით საუბრობდე, ძალიან იოლია შეასაღო ნებისმიერი აზრი. და ამას ყველა ძალიან კარგად იყენებს. პოლიტიკოსებიც, რელიგიის მამამთავრებიც, სხვა აქტორებიც, რომლებიც დაინტერესებულები არიან საზოგადოებაზე გავლენით, ანუ ძალიან ბევრი კარგად იყენებს და ფინანსურადაც მონგებიანია ზოგჯერ მათთვის. ხო. და ძალიან დიდი დანაშაულია სინამდვილეში ეს, თუმცა ვიღაცისთვის ალბათ ხეირია ეს ხო? ხეირს ნახულობენ ამაში, მაგრამ მე ძალიან გულისტკიბილით აღვნიშნავ ამას. მე რომ მინდოდეს ახლა ბოროტად გამოყენება ჩემი სივრცის, ძალიან მარტივად გამოვიყენებთ. იმდენად მარტივად გავზრდიდი ჩემს აუდიტორიას. იმდენად მარტივად გავაკეთებდი ყველაფერს, აი თითოეული ეპიზოდი მართლა სისხლის ფასად მიჯდება, რომ ყველა მხრიდან გადავამოწმო, აი არაფერი არ გამეპაროს, ჩემთან რო ნახავს ადამიანი რაღაცას, ну თუ აბსოლუტური ჭეშმარიტება არ იქნება და რაღაც ყოველ შემთხვევაში რაღაცასთან მიახლოვებული მაინც, ყოველ შემთხვევაში ტყუილი მაინც არ იყოს. ხო. და ისე მარტივად ავრცელებენ ამ დეზინფორმაციას, ამ ტყუილებს და მე რეიჯერებს მას. ხო რა, იხ სტალინზე შემდეგ ვიდეო რო დადო და რაღაცები მოყვა, შენ მოიგონო და მოყვე და უბრალოდ ფოტოები დაადო. ძალიან დაყვა იქნება. საერთოდ არ ჭირდება ძალისხმევა და უფრო იოლია რაღაც მითების შეთხზა, კონსპირაციები მოიგონო და გაავრცელო. უფრო გასაღდება, უფრო ყურებადი იქნება, უფრო გავარდება. კი. მაგრამ აქ ხო არის მორალური პასუხისმგებლობა. ხო. და ახლა ეს რო ახსენე თაობებს შორის ხოვობა ვინ აგურღებულობს ინფორმაციას, ბევრჯერ შემხვდა რომ ეხლა რაღაცა პირველად არის რომ ახალ თაობებში განათლების ხარისხის ვარდნა შეინიშნება. კი. ეს დიდი საუკუნის განმავლობაში პირველად მოხდა. ალბათ Google-ის და ხელოვნური ინტელექტის ხარჯზე.
არა და უცნაურია თითქოს პირიქით უნდა გეხმარებოდეს ეს გვეხმარება ჩვენ თაობას ჩემ მეგობართან მაგაზებს საუბრობდი ზუსტად გზაში ახლა რომ ჩაწერაზე რომ მოვდიოდი წინა თაობებსაც ვაკრიტიკებთ და ჩვენი თავი გამოვიყვანეთ საუკეთესო თაობა არა ნახეთ ჩვენ ვართ ჰიბრიდული თაობა სინამდვილეში ჩვენ გვაქვს საბაზისო განათლებაც სასკოლო საუნივერსიტეტო ანუ წიგნობრივი განათლებაც და გვაქვს მრავალმხრივი, მრავალფეროვანი განათლება ამ შემთხვევაში ინტერნეტის დახმარებით. და ესეც ნელ-ნელა შემოვიდა, ნელ-ნელა ვისწავლეთ. დრო ქონდა ვისასწავლებელი. დრო ქონდა და ნაბიჯ-ნაბიჯ ავყევით. ანუ კარგად გამოვიყენეთ, სინამდვილეში ვინც გამოვიყენეთ ეს ყველაფერი. ახლაც ხელოვნური ინტელექტს მშვენივრად ვიხმარ და რაში? დროის შემცირებაში. თორე გადამოწმება, რედაქტირება აუცილებლად ჭირდება. როცა ერთ პლატფორმაზე ხელოვნური ინტელექტის ეძებ რაღაცას, აუცილებლად უნდა გადაამოწმო მეორეზე, მაგალითად ChatGPT-ზე თუ ეძებ რაღაცას, ის იგივე კითხვით უნდა მიმართო Gemini-საც, Grok-საც, სხვასაც. ხო. რომ რამდენად თანხმედრაშია ინფორმაცია, რომელიც მოგცა, იმიტომ რომ ზოგჯერ იტყუება, ხო? იტყუება არა, უფრო ის ხო წყაროებს იყენებს. ხალხურცინაციას ეძახიან, ხო. შეიძლება არასწორი წყარო გამოიყენოს, ხო? ამიტომ მუშაობა ყოველ შემთხვევაში გჭირდება. აუცილებლად სწორად უნდა დასვა კითხვა, ანუ სარვეი, ძებნა სწორად უნდა მოახერხო. და რა პასუხსაც მიიღებ, შემდეგ ის უნდა გადაამოწმო და არედაქტირო ადამიანურ ენას მოარგო და შემდეგ გამოიყვანო პროდუქტი. ამის მიღწევა შენთან შეიძლება. Google-ის დახმარებით, რაღაცა ლიტერატურის დახმარებით, უბრალოდ ბევრი დრო მიაქვს, ხო? ამიტომ დროში გვიმცირდება ჩვენ სინამდვილეში. თორე სხვა არაფერი. ჩვენ არ ვართ მთლიანად ჩამოკიდებული ამ ხელოვნურ ინტელექტზე, ანუ ჩვენ გვაქვს უკვე ჩვენს შემეცნებაში მრავალმხრივი განათლება თუ ინფორმაციის წყარო. მაგრამ ახალი თაობა მთლიანად ალბათ ენდობა რა თქმა ხელოვნური ინტელექტს ვკითხავო, მაგაში დრო არ ვკარგო. არ ვიცი, მოდი ხელოვნური ინტელექტს ვკითხოთ, ეს ხშირად ისმის. ეს საშიშია. ანუ ჩვენ ვართ ზღვარზე ინტელექტუალური დეგრადაციის გამოთაყვანების, ასე ვთქვათ. ხო, როგორც მე რაც მომისმენია, რაც განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები ამას ამბობენ, რომ თან დაღმასვლა დაიწყო. Smart თაობა. ძალიან ჭკვიანი თაობა. ჩვენი ქვედა თაობა. ხო, მე ყოველთვის ეგრეთ შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი შემდეგი თაობები უფრო და უფრო ჭკვიანები იყვნენ, ვიდრე მაგას აქში მე ვიყავი, რო უყურებ რა. და გამბედავი. ხო, ცხოვრებისეული გამოცდილება მაგას არ მეუნება, მე ხა გეუბნები, რასაც ამბობენ, მაგრამ ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით ასეც დავკვრები ვარ, თქოთ ეხლა რო უყურებ 15 წლის მოზარდს, ბევრად წინ არის, ვიდრე მე რო 15-ის ვიყავი. მაგრამ 15 წლის მოზარდი თუ ახლა ამ გადამწყვეტ მომენტში თავი და ბოლომდე ხელოვნური ინტელექტს ჩამოეკიდება, ის ვეღარ განვითარდება. და შეიძლება იყოს ერთ კონკრეტულ რაღაცაზე ფოკუსირებული, ერთი რაღაც შეეძლოს და ის არ იქნება მრავალმხრივი. მას არ იქნება მრავალმხრივი პასუხები და ინტერესები. და ამ ზღვარზე ვართ რა. ამ ზღვარზე ვართ და ჯერჯერობით ამის შემაკავებელი ფაქტორები არ არსებობს. ანუ უკიდეგანოდ იხვეწება, დასწავლაზე გადადის ხო ხელოვნური ინტელექტი და შეიძლება მალე მოგვევლინოს თვითნასწავლი. თვითშემოქმედი და ჩვენ აღარ ვკითხოს რა ხო ეს AGI-საც ეძახიან ანუ ზოგადი ხელოვნური ინტელექტი ალბათ ქართულად ესე გადაითარგმნება ხო ანუ ხელოვნური ინტელექტი რომელსაც ის ფუნქცია კი არ ექნება რაც ასწავლეს რო ეკეთებინა და შეგისრულოს არამედ თვითონ შექმნას როგორც ChatGPT მაგალითად ChatGPT-ის დავალება აქვს რომ რაცა კონკრეტული რაღაც ინფორმაციიდან პასუხი გამოდარს და მოგცეს და მაგრამ ვიღაცა არ ხსნები როგორც მესმის რა მაგას რა ხო და ამ ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ძალიან ეშინია მოსახლეობის დიდ ნაწილს სპეციალისტებს ხშირად სამუშაოს დაკარგვის ამბავში ხო და კითხვა რა არის იცი რა ბევრი შემოხვედრია ინტერვიუ პოდკასტი მომისმენია რომ ის ადამიანები ვინც წლებია AI უსაფრთხოებაზე მუშაობენ ადამიანები ვინც AI-ის შექმნის სათავეებში იყვნენ ისინი გვაფრთხილებენ რომ ძალიან საშიშ მასშტაბებს იღებს და ზომებს იღებს ძალიან ძლიერი ხდება და ამას შეიძლება კატასტროფა მოგვიტანოს მე მაქვს ერთი ვარიანტი ერთი აზრი ეს აუცილებლად გაჩერდება ხო, აი ხო და მაგას შენი აზრით როგორი იქნება მომავალი ჩვენ ადამიანებს გვაქვს
დახამების ეპიზოდები, ასე ვთქვათ, რაღაც ახალი შემოვარდება და დავხამდებით, შებესის ხორცებით ბოლომდე, გამოვიყენებთ ბოლომდე, გამოვწურავთ, მაგრამ როგორც კი შევხედავთ, რომ ის უკვე გვაზიანებს და ასე ვთქვათ, საშიშ ზღვრამდე მიდის, მე ვიწყებთ უკვე გამოთავისუფლების და მისგან დისტანცირების გზებს. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ, როგორღაც კაცობრიობამ უნდა მოვახერხოთ მისი შეკავება და მხოლოდ დადებით კონტექსტში გამოყენება. არა იმის ხარჯზე, რომ დავაკარგინოთ ადამიანებს სამუშაო, გავაქროთ პროფესიები და ყველაფერი დავავალოთ რობოტს და ხელოვნურ ინტელექტს, არამედ სინქრონიზაცია მოვახერხოთ რაღაცნაირად. აი ამის დაჭერას თუ შევძლებთ, არც საშიში აღარ იქნება არაფერი, იმიტომ რომ ახლა პროგრესი საჭიროა. აუცილებელია პროგრესი. რაც გუშინ იყო, ის ხვალ ვერ იქნება. აი გარი საქმე, ანუ ხო, ზუსტად ამ ეტაპზეა ახლა კაცობრიობა. თვით განადგურების რეჟიმში დავრჩებით თუ გადავალთ შემდეგ ეტაპზე გამითარებას. ხო და თვითგანადგურების რეჟიმი როგორ წარმოგიდგენია შენ რა შეიძლება იყოს როგორ უნდა მივიდეთ თვითგანადგურების რეჟიმამდე თუ ხელოვნური ინტელექტი განვითარდება აი ეს ორი რაღაცა ერთად როგორ დადგება ხელოვნური ინტელექტი მაგათად იარაღში სამხედრო თვალსაზრისით თუ ძალიან ადაპტირდება ხელოვნური ინტელექტი ეს უკვე საშიში იქნება ხელოვნური ინტელექტიანი რობოტი მაგალითად ხო თუ ამ ხელოვნური ინტელექტს ავტონომიური უფლებები ექნება და თვითონ გადაწყვეტს ვის ესროლოს და როდის ისროლოს როგორც ტერმინატორი შვარცენეგერი ტერმინატორი საკმაოდ საინტერესო პროექტია სხვათა შორის ეს ძალიან კარგი რეჟისურით კი ნუ საერთოდ საკულტო ფილმი მე ესე ვთვლი რომ კემერონის პირველი და მეორე ნამუშევრები ხო ესეთია შედევრალურია და ისეთ თემებს უკავშირდება რომელიც მართლა საკაცობრიო მასშტაბისაა და ჩვენ რაც გვეგონა 10-15 წლის წინ რომ ეს უბრალოდ ფანტასტიკა იყო საერთოდ არ არის სცენარში ხო ტერმინატორებს მივიღოთ მაგამდე რომ ყველა ქვეყანას თავისი რაოდენობა ტერმინატორები ეყოლება კი ამიტომ ხელოვნური ინტელექტი არ უნდა ჩამოეკიდოს ერთ ღერძზე ერთ მართლ ცენტრზე აი როგორც ინტერნეტი არ არის ხო ერთ სისტემაში ხო ქსელურია და ერთი ცენტრი არ აქვს აი ესე უნდა იყოს რობოტიკაც თუ ჩვენ დავუშვებთ რომ ყველა ქვეყანას თავისი ერთი და ცენტრი ექნება როგორც სამინისტრო მაგალითად ეს და გამოუსწორებელ შეცდომებამდე მიგვიყვანს და მე მგონია რომ რაღაცნაირად მოხდება ამის შეკავება აი ევროკავშირი მუშაობს მაგალითად ძალიან კარგ კანონმდებლობაზე, რასაც გადავხედე, მინდოდა ამაზე სხვათა შორის ეპიზოდის მომზადება, მაგრამ იქ ისეთი ბიუროკრატია იცი, ასეთ დიდ ცვლილებებს როცა განიცდის, იმიტომ რომ აი ეს საკანონმდებლო ცვლილება სხვადასხვა სფეროში უნდა შევიდეს. ესე კანონს კი არ მიიღებენ ხელოვნური განათლებაში, მე ყველა სხვა სფერო უნდა დაარეგულიროს. საზღვრის კონტროლიდან დაწყებული, დამთავრებული ელემენტარული საქალაქო დავების, სასამართლო დავები, ხო? შესაბამისად დრო უნდა, იმიტომ რომ იქ 26 ქვეყანასთან უნდა შეთანხმდეს, მერე ჰარმონიზაცია მოხდეს კანონმდებლობის და ასე შემდეგ გასაგებია. და სხვა გამოწვევებიც აქ ხა ხელოვნური ინტელექტი არ არის მარტო ევროკავშირის გამოწვევები, ხო? ომიც, ეკონომიკურიც, იქ ამერიკასთან გაურკვევლობა, ну მოკლედ და ამიტომ გვიანდება და მეც ვერ მოვკიდე ხელი ამ პროექტს, იმიტომ რომ სულ იცვლება რაღაცები ამ სამუშაო ვერსიაში კანონის. და ძალიან კარგი კანონს მიიღებენ სავარაუდოდ. ყველა რობოტს ექნება ინდივიდუალური მართვის და ინდივიდუალური უნიკალური კოდი და სქემა, ის არ იქნება ჩამოკიდებული ცენტრზე. ყველა ხელოვნური ინტელექტი დარეგულირდება, რომ მაგალითად იგივე სამედიცინო რჩევები არ გასცეს და მედიკოსი არ ჩაანაცვლოს და რეცეპტები არ გამოწეროს ხელოვნურმა ინტელექტმა. კი იყო ამის მცდელობა, მაგრამ დღეს ჩვეულებრივად შეგიძლია კითხოთ ChatGPT-ს და მაინც მოგცემს რჩევას. კი. ექსპერტში ძალიან რჩევას და ბევრად უკეთეს ვიდრე ზოგიერთი ექიმი მიღია, კი. ანუ ჩემი რეალობა არის. ხო, მაგრამ შეიძლება იყოს მცდარიც. ხო, შეიძლება იყოს მცდარიც, ასე. მაგალითად დიაგნოზის დასმაში. კი. მაგას სტატუსი შემხვდა ამას წინ, ყველაფერზე კიბოს დიაგნოზი დამისვაო და მართლა კიბო ხო არ მჭირსო და კი, ეგეც არის, ხო. ხო, ამიტომ დასარეგულირებელი არის. თუ ჩვენ გამოვიყენებთ დადებით მხარეებს, იგივე დროის შემცირების ამბავში, მონაცემების გადამოწმების და ანალიზისთვის, ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ ჩვენ 200 კაციანი ოფისიდან გავყრით 190 ადამიანს და 10 დავტოვებთ და შიმშილით მოკვდება მე ეს ადამიანები, ეს არ არის სწორი საქციელი. ან მთლიანად გამოვიყვანოთ ჰუმანური ფაქტორი სამუშაო რგოლიდან და რობოტს დავავალოთ ყველაფერი, მე არ მიმაჩნია სწორად. ბიზნესს აქვს ასევე მარტო ფულის შოვნის ვალდებულება არა. სოციალური პასუხისმგებლობაც აქვს. ინტეგრირება სწორად უნდა მოხდეს, არც ის, რომ საზოგადოება დააზიანოს და
ადამიანები დეპრესიით და შიმშილით მოკვდნენ და არც ისო პროგრესი შეფერხდეს. მე მგონია რომ ამ ორი სინთეზი უფრო მეტ წარმატებას მისცემს ნებისმიერ ბიზნესს და ნებისმიერ კომერციული ინტერესს, ვიდრე რაღაცა უცებ ჩარეცხოს და ახალს ჩამოეკიდოს თავიდან ბოლომდე. ხო, ამ თემას განვიხილავდით გუგასთანაც, ჩემი წინა სტუმარი იყო, გუგა ბურდული და ესეც საინტერესო რაღაც თქვა, რომ თუ ისე ამ ბიზნესების ინტერესებში და ამ დიდი კორპორაციების ინტერესებში არ იქნება, რომ ესე მასობრივად ადამიანებს რაღაც ზიანი მიაყენო, იმიტომ რომ იმათაც ჭირდებათ მოგება და რაღაცა ის გარემო და ის ეკონომიკური სისტემები თუ ჩამოაქციეს, სადაც თვითონ მოღვაწეობენ რა აზრი აქვს მაშინ ეგეთ პროგრესს რა. მე ეს უფრო მგონია მიზეზი, რაც შეაჩერებს ეგეთ თან რა არის პრობლემა, იცი აქ მარტო შენ კომპიუტერთან დაჯდე და ხელოვნური ინტელექტის აგენტებს დაავალო რაღაც სამუშაო, ესე არა, ფიზიკური რობოტებიც ხო იქნება. ანუ დავუშვათ ადამიანი გავუშვი ოფისიდან და აღარ არის ის მენეჯერი რაღაცის ან იურისტი, ხო? და ამას აკეთებს AI პროგრამა. ნუ იფიქრა ადამიანმა ხა რა გააკეთოს ოფისებში აღარ უნდათ მისი გონებრივი შესაძლებლობები და ნუ მოდი ავითვისებ რამე ხელობას და კაფეში წავალ სამუშაოდ, ხო? რაღაც სადღაც დამლაგებლად წავალ ან ბავშვის ძიძად. რა დახვდება? რობოტი დახვდება სახში ძიძად. ჩინეთში უკვე კაფეებში და ბარებში რობოტები არიან და ყავას აქაც არის ხო, მაგრამ უფრო იაპონიაში და ასეთ 22 საუკუნის ქვეყნებში უფრო ხო და ან ფიზიკურადაც ვეღარ იმუშავებ. აღარც გონებრივი შენი აღარ უნდა არავის და აღარც ფიზიკური შრომა, ხო? რობოტი არ დაიღლება, სულ იმუშავებს და რავი, ხო, ანუ ძალიან გამოუსწორებელი ზიანი. რაღაც დონეზე ეგრეელობა მაინც დადგება რა. რაღაცა ხო და მაგით ვთქვი რომ სინთეზირება უნდა მოხდეს. თუ დამუშვათ ვიღაც გონებრივ სამუშაოს დაკარგავს, მას ალტერნატივა უნდა გაუჩნდეს, რომ იარსებოს, ხო? ხო უნდა მოკლათ ეს ხალხი. ხო. ანუ შენ მაინც ოპტიმისტურად უყურებ. საშიშია ვითარება ცოტათი, მაგრამ ისე რომ რაღაც ვაიმე რა გვეშველება, ასეთი გარემოება ჯერჯერობით არ არის. და ამაზე ფიქრობენ თავად თვითონ ამ რობოტიკული მეცნიერების მამებიც, რომ შექმნან ღირებული და არა სავალალო. ხო. ამან მოიტანოს პროგრესი და არა დეგრადაცია ან ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე წავიდეს ეს ყველაფერი. რა გამოვა ეს სხვა საკითხი, იმიტომ რომ პოლიტიკური შეთავსებულობაც უნდა იყოს, ხო? ქვეყნების ინტერესებსაც უნდა მოერგოს. ძალიან დიდია სამხედრო ინტერესი. აი უსაშველო დიდია სამხედრო ინტერესი ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის მიმართულებით და აქაც კიდე როგორ მოხდება შეკავება ამის არ ვიცით ხო რა ხდება კულისებში და რა მოლაპარაკებებია. მეც მაგის იმედი მაქვს რა რომ უფრო პოზიტიური და ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს და კიდე მგონია რომ ძალიან ბევრ ესეთ სამეცნიერო წინსვლაში დაგვეხმარება თვითონ ეს AGI, იმიტომ რომ თითქოს არის განცდა რომ ეხლა რაც ისტორიულ კონტექსტში გადახედო რომ ეს პროგრესის ტემპი ცოტა დავარდნილია ეხლა შეადარო როგორი იყო მე-18 საუკუნის დედამიწა და დღევანდელი როგორია ან როგორი იყო 1990 სიტყვაზე ხო რაღაცა იმის მერე რომ გაგაზავ თითქოს ისეთ ტემპი აღარ არის რა აი რაღაცა ტექნოლოგიებიც გვაქვს ტექნოლოგია უკეთესები ხდება ხო მაგრამ აი თითქოს რაღაცა უკვე ცოტა დაუბუქსავდით ერთ ადგილას რა გინდა მედიცინაში გინდა ყველა მიმართულებით ფიზიკაში გინდა რაღაცა აი ახალი დიდი აღმოჩენა ან რაღაცა ეგეთი არ ყოფილა დიდი ხანია რა არა და სამყაროში კიდე ძალიან რაღაცაც აღმოსაჩენი გვაქვს კი ხო და აი შეიძლება ეს ახლა პრინციპში ეს გამოგონებაც თუ და ყური მიეჩვია რომ AI არსებობს, მაგრამ ადამიანმა შექმნა რაღაცა რაც თვითონ აზროვნებს. ესეც უკვე რაღაც ასწაული ამბავია, მაგრამ აი ცხოვრებას რო დაიწყოს ყოველდღიურ ცხოვრებას, ჯერ ეგეთი რაღაცა დიდი ხანით თვითონ აღარ ხდება რა. რაღაცა რაღაცნაირ ერაში ვართ, რაღაც ფაზაში ვართ შესული, თვით გამორკვევის თითქოს. აი აქამდე მოვედით, ამ განვითარებით, ამ პროგრესით. ამ შესაძლებლობებით გვაქვს კიდე უნიკალური შესაძლებლობა რომ წავიდეთ უფრო მეტი პროგრესისკენ თუ გავანადგუროთ საკუთარი თავი. ხშირად ვახსენე დღეს თვითგანადგურების რეჟიმი, ხო? ზუსტად ამ ზღვარზე ვართ. ახლა წვეთ ჩვენ სინამდვილეში რა გვინდა და რატომ გვინდა.
ამიტომ ილონ მასკიც როცა ვახსენეს საკაცობრიო მიზანი აქვს თქო ჩვენ აუცილებლად გვჭირდება გასვლა ამ პლანეტიდან სხვა დასახლებები აუცილებლად გვჭირდება სხვა ინტერესები და მიზნები აუცილებლად გვჭირდება იმისთვის რომ უფრო მეტი აზრი მიეცეს ჩვენ არსებობას სინამდვილეში ჩვენ უკვე განვითარების იმ ზღვარზებად როცა ვეღარ ვეტევით ამ პლანეტაზე ანუ ამოწურა ამ პლანეტამ თითქოს ჩვენი ინტერესები და შესაძლებლობები ამიტომ უნდა გავხდეთ მულტიპლანეტური ცივილიზაცია იმისთვის რომ თვითდაზიანება დავასრულოთ. იმისთვის რომ პროგრესის ახალ მასშტაბზე გადავერთოთ. და ამის რესურსი ჩვენ გვაქვს, გონებრივიც, ტექნოლოგიურიც და ფინანსურიც. უბრალოდ პოლიტიკური მდგენელია მუშაობს აქ შემაფერხებლად. ხო, თან საინტერესო მომავალი დადგება, როცა დაიწყებს უკვე ადამიანის სხვა პლანეტაზე გადასვლას, იმიტომ რომ ყველაფერი ახალი იქნება. იქ გარდა იმისა, რომ ადამიანის თქვა რაღაცა ბიოლოგიურად როგორ უნდა გაუძლოს ამ ყველაფერს და რაღაცა პოლიტიკური კუთხით, ეკონომიკური კუთხით, საერთოდ ყველანაირი მიმართულებით ახალი ცხოვრება იწყება, იმიტომ რომ თქვა დღეს თუ დედამიწაზე მაინც ეს ისტორია მოგვდევს და სახელმწიფოები და აქედან გამომდინარე არის ცხოვრება რაღაცაერთ მოწყობილი და ეს პოლიტიკური იდეოლოგიები და რაღაცები, იქ საერთოდ ნულიდან იწყებ რა, კი რაღაც ცოდნა და გამოცდილება მიყვება, მაგრამ კომიუნიტი უნდა შექმნას. ხო, მარსზე რო ჩახვალ ვიღაცა არ მოვა და ჩემს საზღვარეო არ გეტყვის თავიდან, ანუ თავიდანვე შეიძლება რაღაცა ახალ წესრიგზე და ახლებურ ტიპზე პოლიტიკური ცხოვრების ჩამოყალიბდე და ისე გააგრძელო იქა და ბევრი ძალიან საინტერესო რაღაც ახალი დაიწყება ამითი რა. მე სხვადასხვა ერთი დაკვირვებაც გავაკეთე ამ თვარის მისიაზე. რამდენად იყო ინტერესი, საკაცობრიო ინტერესი. არა აბარასი ზამენ და აბა როგორი ზამენ, არამედ ზოგადად მეცნიერული ინტერესი და თურმე კაცობრიობას კვლავ აქვს ეს ინტერესი. რატო ვამბობ იცი? მარსის მიმართ ინტერესი და მთვარის მიმართ ინტერესი იდეაში სხვაა. იმიტომ რომ მთვარეზე ვისაც ჯერა და ბევრს ჯერა საბედნიეროდ, რა თქმა უნდა, ვიყავით, ჩამოვიტანეთ გრუნტიც, სხვადასხვა მისიები გააგზავნეთ, თან ერთხელ ვარ ვიყავით, რამდენიმე ფრენა იყო და რამდენიმე ეკიპაჟი დაჯდა ხომ მთვარეზე. უბრალოდ აპოლო 11-ის მისია პირველი რადგანაც იყო ყველაზე ცნობილი, თორემ მე ისეთი ექსპედიციები მოეწყო, როვერებით დადიოდნენ მანქანებით, ასე ვთქვათ, მარს მთვარეზე. და ასე ვთქვათ, ამოვწურეთ მთვარის შესწავლა. გავიგეთ ყველაფერი, რაც გჭირდებოდა და თითქოს ამიტომ მინელდა, ხო, ეს ინტერესი მთვარის მიმართ და აი ხა რომ ბრუნდებით ისევ, რამდენად იქნებოდა ინტერესი. ანუ ერთხელ ხო ნახეთ ეს მთვარე ახლოდან და დადგა ადამიანმა ფეხი, ხო? ბუმი იყო ინტერესის. თვითონ ნასაც არ ელოდა. ყველა პლატფორმაზე ათასობით მაყურებელი იყო ლაივში. მე სხვადასხვა სტატისტიკად ჩავრთე ლაივი NASA-ს ვიდეო ვიზუალიზაცია გადმოვიტანე და გავუკეთე ქართული გახმოვანება, ასე ვთქვათ, ლაივ რეჟიმში რა, კომენტირება, ასე ვთქვათ. იმდენი მაყურებელი შემოვიდა. მთელი ღამე ეს ხო გამთენისაც იყო ჩვენი დროით. გადაათენეს, ანუ 400 ადამიანი ლაივ რეჟიმში უყურებდა. საბოლოო ჯამში ლაივი 3500-მა ნახა ჩემ არხზე, მაგრამ 400 სტაბილურად მოყვა დაწყებიდან, ჩარტვიდან. ხო, ასეთი თემისთვის მოყვა, ისეთი აქტიური კომენტი ლაივ რეჟიმში მიდიოდა, კომენტარები და რაღაც დისკუსიები წარიმართა მაყურებელს შორის და მე თვითონ შოკირებული ვიყავი, ან ორი ამბით ვიყავი შოკირებული, თვითონ ამ მისიით, რომ მე ამას ლაივში ვუყურებ, თან ვახმოვანებთ, თან ჩარვთე, ანუ თან ამხელა მისია სრულდება და წარმატებით სრულდება. ამის გააზრებაში და გადაფასებაში ვიყავი და შეჯამებაში კიდე. იმიტომ რომ გასული 10 დღე მართლა ამით ვიცხოვრე და ძალიან რთული იყო 10 ეპიზოდი, ყოველდღე ახალი ეპიზოდი, ან დროც არ ქონდა. რამდენიმე საათში უნდა მოგემზადებინა ეპიზოდი, ხო, ხა რა სირთულეებთან დაკავშირებული, როცა მარტო აკეთებ, იცი. კი. და ბოლოს ღამის თევით 5 საათიანი უწყვეტი ლაივი. და ამით ხო შოკირებული ვიყავი, რასაც ვაშუქებდი და იმით კიდე ეს აუდიტორია როგორ აქტიურობდა. ანუ არ ველოდი, ანუ ქართული აუდიტორიას და მსოფლიო მასშტაბით ხო საერთოდ ბუმი იყო. და თუმე გვაინტერესებს. და წარმოგიდგენია მარსის მიმართ რა ინტერესი იქნება, როცა დადგება ეგ დღე, როცა პირველი ადამიანი გაფრინდება ფეხის დასადგმელად. კი. და მიხარია, ძალიან კარგია. და სხვადასხვა ახალგაზრდები აქტიურობდნენ ძალიან. კომენტარებში. ხო, თან რომ გადახედებულ ამდენი წელია დედამიწის გარშემო კარგი ამბავი, ცოტა გაგვიგია ისეთები ხდება. ალბათ პირველი პოზიტიური ამბავი იყო ბევრი წლის მერე ეს, რომ რაღაცა დადებითი ხდება, საინტერესო ხდება ეს კი რაღაცა ზესურის არ გააკეთა ამერიკამ ეს. ეს კიდეც ალკე აღნიშნვის ღირსია, ანუ ერთი რომ ამ მასშტაბის სამხედრო ოპერაცია ომი ქონდა ირანთან და მეორე მხრივ რომ მეცნიერება ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, აი რაკეტა გაფრინდა მთვარისკენ. ანუ არაფერი არ შეცვლილა, ანუ ეს ომი არ აისახა და პრეზიდენტი რომიც ომით და მისი გარშებით იყო დაკავებული, თან ასტრონავტებს ესაუბრებოდა სატელეფონო ხაზით ლაივ რეჟიმში, ანუ
ესე მართლა უნიკალური ქვეყანა. კი. ამერიკა. იდიოტოკრატია რო არის ფილმი თუ გაქვს. რა თქმა უნდა. რა ხა პრეზიდენტი რო ახსენე ტრამპის ბევრი გამოსვლა მისი ბევრი ტვიტი და ნათქვამი და რაღაცები ძალიან გავს იქ პრეზიდენტი როგორც იქცევა და მაგ რეალობასთანაც ძალიან ახლოს ვართ რა. ეგეც რამდენი წლის წინანდელი ფილმი არის. მაგრამ თითქოს თან ან მასე წავალ თან ძალიან კარგად წავალთ რა რაღაცა ესე ვერ გავაგრძელებთ რაღაც ეგეთი პერიოდი. ტრამპი ტრაგიკომედიური და გარდამავალი პერსონაა. აი ტრამპის მერე ან უარესი მოვა, ან უკვე დაიწყება სტაბილიზაცია და ამერიკის პოლიტიკაშიც. ხო. წინა შემთხვევაშიც ესე იყო ტრამპის გაპრეზიდენტებით რა. ერთი გიჟი ჭირდებოდა იმ წუთში ამერიკას. მაგრამ მეორედ რატო დაიმართათ ბოლომდე ვერ ვხსნი ჯერჯერობით. და აქ რატო უხაროდათ თან კიდე ტრამპის მოსვლა პრეზიდენტად, კიდე საკი გარჩევის თემა პოლიტიკურ სიღრმეებში არ შევა, არ მიყვარს ხოლმე ამ პოლიტიკაზე ხიად საუბარი. თუმცა არ გავურბივარ. უბრალოდ რადგანაც ზე სახელმწიფოზეა საუბარი და ზე სახელმწიფო მეცნიერებაშიც ზე არის სხვა რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, ამიტომ თუ გადავწყვებით, იმიტომ რომ ტრამპი იყო, რომელმაც მოაკლო NASA-ს დაფინანსება და ბევრი საინტერესო კარგი პროექტი შეჭერდა. მაგალითად, მარსიდან ნიმუშების ამოღება. ბიუჯეტი იყო უსაშველოდ დიდი და ძალიან დიდი ტექნოლოგიური სირთულეებთან იყო დაკავშირებული ეს ყველაფერი. და ამიტომო თითქოს, მაგრამ ამ კაცს და ამ ადმინისტრაციას მეცნიერებს არ ესმის. სამწუხაროდ. კარგი ის იყო, რომ ჯარედ აიზეკმენი დანიშნა. NASA-ს ხელმძღვანელად, ამაში არ შეცდა, ეს კაცი მართლა მეოცნებია, მეკოსმოსია, ასე ვთქვათ, ბავშვობიდან NASA-ში ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ოღონდ აი დამლაგებლადაც კი მზად ვიყავი, რომ მე მუშაობ, იმდენად საოცნებო იყო NASA-ში მუშაობა და აი იმ ტექნიკასთან, იმ რაკეტებთან, იმ მუზეუმთან წვდომა, იმდენად საოცნებო იყო ჩემთვისო და კაცი საერთოდ ხელმძღვანელი გახდა NASA-ში რა. ხო და წარმოიდგინე რა მასშტაბის ოცნება აისრულა, ხო? და ამ კაცმა კიდე გადაარჩინა რაღაც პროექტები, თორე იმ ხელა კათი იყო ბიუჯეტის, რომ შეიძლება ობსერვატორიების კი დახურული იყო წარმოიდგინე. შენ ხშირად აკეთებ ხოლმე ხშირად რა შემოხდია შენი ვიდეოებიც პირამიდებზე და ძველ ცივილიზაციებზე და ამ შემდეგ. ეხლა როცა ესეთ სიტუაციაში ვართ და ესეთ ისტორიულ მომენტში ძველი ცივილიზაციებისგან შეგვიძლია რამე ვისწავლოთ. უამრავი რა. მაგალითად დღემდე ვერ ხსნიან და დღემდე ვერ იმეორებენ პირამიდების აშენების ტექნოლოგიას იმ ზონაში. პირამიდის კონსტრუქცია შეიძლება ააშენო ახლანდელი ტექნოლოგიით ბუნებრივია თავისთავად შესაძლებელია და მარტივადაც, მაგრამ იმ შესაძლებლობებით უდაბნოში, სადაც 10,000-ობით კილომეტრიდან უნდა მოეტანათ ის ქვები და ლოდები, დღემდე ვერ წარმოუდგენიათ თან 150 მეტრის სიმაღლეზე როგორ უნდა ატანენიყო. არის ახსნის უამრავი მცდელობა იქ ნილოსის დაგუბებით, იქ სრიალა ქვიშაზე, სრიალით და რაღაც საოცარ. ზოგიერთი ქვარი 20 ტონა. ანუ 5,000 წლის წინ თუ არის აშენებული, ეს საკითხავია კიდე იმიტომ რომ ეროზიის კვალი სხვა წლებს და თარიღებს ურტყამს. 10 და 15,000 გამიგია და რომ შეიძლება. ხო, მაგრამ ნუ დავუშვათ 5,000 წლის წინ. რა შესაძლებლობა ჰქონდა 5,000 წლის წინ ადამიანს? ჯერ ასეთი გეომეტრიული სიზუსტით, სამი დიდი ვარსკვლავის გასწვრივ არის პირამიდის წვეტი. თან როგორც ამბობენ და როგორც ძველ პირამიდის გამოსახულებებშია რაღაც ძვირფასი ლითონის და ძვირფასი თვლები იყო ამ წვეთში. თითქოს ენერგიას აგროვებდაო რა კოსმოსიდან. როგორ ანაირად საიდან. ანუ აქაც ისე რამდენი რამე არის გადაჭარბებული პირამიდებზე, რაღაც ეს ძალიან მისტიფიცირებული თემა არის ეს პირამიდები და ხო, ეს ახლა კონსპირაციას იყენებს ბუნებრივია და ხან უცხოპლანეტელებს მიაწერენ ამ თემაზეც მქონდა საუბარი, ხან ღმერთის რაღაც ანუნაკებს, ხან რაღაც ღმერთ კაცებს უამრავი ვერსია არსებობს. ყველაზე შეიძლება ისაუბრო ადამიანმა პრინციპში და ყველა შეიძლება მიიჩნიო რეალისტურად, იმიტომ რომ ერთი ახსნა, ჭეშმარიტი ახსნა არ გაქვს. ხო, ანუ როგორ აშენდა ეს პირამიდები, ესეთი გადაჭრით პასუხი არ არსებობს. ბევრი იჩემებს, რომ ეს არის მეცნიერულად ასეთ, სწორი, სამშენებლო ტექნიკის თვალსაზრისით ასე უნდა ყოფილიყო, ასე ბიზამდით. იმდენად დაშორებულია ნილოსი იმ ადგილს სინამდვილეში, რომ ძალიან რთულია
ამხელა ზომის ქვები კალაპოტი გაეყვანათ თან აქ ხო ერთ პირამიდაზე არა საუბარი ამ პირამიდებს შორისაც იმხელა დაშორებებია რომ ამ ნილოს რა უქნეს კაცო გადმოასხეს ხო ანუ ერთ ადგილზე ხო არ არის ლუქსორი კიდე ცალკე სანახაობა და კლდეში ნაკვეთი და სად ლაზერები აქვს გამოყენებული ტუტანხამონის სარკოფაგი თავდაპირველი სარკოფაგი ქვა რაშიც არის ჩადებული არის ერთიანად გამოთვლილი ეს არის ჯერ საერთოდ დედამიწისეული წარმოშობა აქვს თუ არა ამ ქვას არ ვიცით ესეც არ არის დადგენილი იმიტომ რომ ასეთი შემცველობა კომეტებში და კომეტების ნარჩენებში ასტეროიდები უბრალოდ მეტეორიტების ნარჩენებში აღმოჩენილი ასეთი ზუსტი იდეალური შემცველობა შემადგენლობა რაც ამ სარკოფაგში არის სარკოფაგის შემცველობაში არ არსებობს არ არის აღმოჩენილი დედამიწაზე მოკლედ რა ასე სრული სახით მე იმდენად იდეალურადაა გამოთვლილი ეს ყველაფერი და გაკეთებული რომ შეუძლებელია პრიმიტიული იარაღებით ამის მიღწევა არსებობს ბინბენის შავი პირამიდას რო ეძახიან პატარა ზომის შავი პირამიდა ესეც მეტალი არის რომელიც არ არის დედამიწისეული აი თორის მეტალზე ეძახიან რა ღვთიური მეტალიო ესეც კოსმოსიდან მოსული ობიექტიდანაა გამოთვლილი ყველა ამტკიცებს ამას ვერავინ ვერ უარყოფს რომ აქ რაღაც ელექტრონული იარაღია გამოყენებული მის მოპირკეთებაში მის გაპრიალებაში ну აღარაფერს მომო ქვების წყობაზე პირამიდის ასე იდეალისტურად ლაბირინთების ქსელზე ну ბევრი დეტალია რომელიც არ აიხსნება იმ დროინდელი გეომეტრიული ცოდნით ხო ну მინიმუმ დიდი ცივილიზაციის ნაყოფი არის მინიმუმ ეგ მაინც შეგვიძლია ვთქვა ну თუ ჩვენ წავართ ატლანტიდაზე თუ ჩვენ წავართ წრეზე რომ კაცობრიობა წრეს განიცდის და აი მაგიტომ ახსენე კუბი და კიდე სხვა რამდენიმე ფილმი არის ჯუმანჯიც რომ მოვიშველიოთ თუნდაც ხო თითქოს გასართობ თამაშზე არის და ფანტასტიკაა მაგრამ ძველი ჯუმანჯი ხო იცი რა ხო არის რეალისტურად ეს ალბათობა რომ ჩვენ წრეზე ვართ რომ კიდე მოგვეცა შანსი არაერთხელ და რომ ჩვენი წარმომავლობა 1 და 2 მილიონი წელს არ უკავშირდება და ჩვენ დავდივართ წრეზე რომ მივაც თვითგანადგურებამდე მე ისე 0-დან დაიწყება ანუ წარღვნა თუ გინდა აღიგავება პირისაგან თუ გადაიტვირთება რესტარტი მიეცემა პროგრამული თუ რაც არის მოკლედ როგორც არის რაჭრიშიც არ უნდა შევხედოთ ამის რეალისტური საფუძვლები არის სინამდვილეში ჩვენ ხო გვაქვს იაპონიისკენ აღმოჩენილი პირამიდები წყალქვეშ ოკეანეში არის დასახლება პირამიდები ოკეანეში პირამიდები ამასაც მაგ ცალკე ეპიზოდი გაკეთებული ამ წყალქვეშ არის უზარმაზარი ზომის პირამიდები ქვის ნაკეთობები გამოთვლილი ქვის ნაკეთობები შეიძლება ერთ დროს დასახლებაც იყო და შემდეგ უბრალოდ დაიძირა არც ეგ არის გამორიცხული და ხა წყალში არავინ ააშენა მაგრამ რამშულობა ხმელეთზე იყო და მე დაიძირა თუ თან ეს პირამიდები არის ყველა კონტინენტზე გვხვდება და რატომღაც ერთი პერიოდი ვაშინეთ პირამიდებს და მე შევეშვით ამ ფორმას ეს ფორმა აღარ იყო ზოგიერთი ეკვატორულ ხაზიცა თითქოს კავშირი იყო აქ რაღაც საკომუნიკაციო ხაზებით იყო ამიტომ ძალიან ბევრი კითხვები არის კაცობრიობის წარსულში მე ენოქის წიგნი ახსენე ენოქის წიგნი ძალიან საინტერესო ინფორმაციას იძლევა. მათ შორის სამეცნიერო კუთხით, არა რელიგიური კუთხით. ამიტომაც გამოხშირეს ბიბლიიდან. იმიტომ რომ უფრო მეცნიერულს გავს ვიდრე რელიგიური ინტერესების მატარებელს. უფრო ფართო ჭრიში გვაჩვენებს კაცობრიობის სამარაუდო წარსულს. მე არ მომბობ რომ შეშმარიტება, მაგრამ ძალიან გავს ძველი ცივილიზაციების ინფორმაციაში გადმოცემულ ცნობებს. ძალიან ბევრი მსგავსება შეიძლება იყოს და ბევრი ისტორიაც, მათ შორის რელიგიური სწავლებები, ძალიან გავს ერთმანეთს. ამიტომ ჩვენ არ ვიცით ჩვენ წარსულზე ბევრია. ძალიან ბევრი რამ არ ვიცით. ის რაც ვიცით, აი ზღვაში წვეთია, რასაც ქვია რა. ამიტომ მარტო მომავლისკენ სწრაფო და მომავლის ძიება კი არა, წარსულის ძიებაც საჭიროა, ჭეშმარიტად ოღონდ. ვინ რას მალავს იქ ვატიკანის საიდუმლო საცავებში თუ სამეცნიერო წრეებში აქვთ რაღაც ინფორმაცია და აი ხა ვიდეო ვატიკანში ორ კვირაში ვატიკანის მუზეუმში შევასწავლე. საიდუმლო საცავებში. ნახავ თუ რამე არ საიდუმლო. წამოვიდეთ გავშიფროთ. ხო, ძალიან ბევრი საინტერესო თემებია, რომელსაც კარგი იქნება ბევრი იუთუბერი მუშაობდეს რა.
არის რამდენიმე YouTube არხი, ჩემთვის საპატივცემულო პიროვნებებიც, ქართულად უცხო ენებზეც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თავარი რის გამოც ბევრი არ ინტერესდება ამ თემებზე მუშაობით არის ყურებადობა, რომელიც არის ძალიან დაბალი ინტერესი საზოგადოების მხრიდან. ამ TikTok-მა მოკლედ ძალიან წაიღო გასართობი და არაფერს მომცემი ვიდეოებით საზოგადოების ყურადღება. და ეს ძალიან დასანანია. მე ვფიქრობ, როცა ადამიანად იბადები და რაღაც გონება დაყვა ხო და არ დაიბადეთ ცხოველად. უნდა გაინტერესდეს ფუნდამენტური საკითხები. შეიძლება ვერ ხსნიეთ, ვერ ამოვხსნათ, ვერ მივიღოთ პასუხი ვერცერთი სწავლებიდან, ვერც ჩვენით, მაგრამ ძება ხო საინტერესოა. ხო მატერიალურადაც და არამატერიალურადაც ჩვენ ხო ვეძებთ ადამიანები. ამიტომ მე მგონია რომ კარგი იქნება თუ მეტად გამოიჩენს საზოგადოებას ყურადღებას ასეთი თემების მიმართ. კი, და ამაში შენ ახსნა დიდი წვლილი შეაქვს. ამ ვიდეოების მომზადების პროცესში ესეთი რამე შეიძლება გამოყვან გაიხსენო, რომ ისეთი რაღაცა აღმოაჩინე, წაიკითხე, ისწავლე, რაც დღემდე შენთვის ეს არის რაღაც აღმოჩენა იყო, რომელიც დღესაც გახსოვს. ძალიან ბევრი შეიძლება გამოყვან. რაღაცა ვიცი ისტორია აღმოაჩინე ან თეორია ან რაღაცა ისეთი რომელიც აი დღემდე გაფიქრებს და ის გახდა შენთვის მნიშვნელოვანი ძალიან დამაფიქრა მულტისამყაროების თეორია. ეს უფრო რეალისტურად მივიღე ახსნაში და ეს უფრო ამან უფრო მიიქცია ჩემი ყურადღება მოკლედ და სულ ვეძებ სიახლეებს ამ მიმართულებით. მე არ მგონია რომ ეს სამყარო ერთია. და მგონია რომ ბუშტებია რა სამყაროებს, იმიტომ რომ რო წამოვიდგინოთ კოსმოსი. რაში, აი დიდი აფეთქება მოხდაო, ხო? რაში მოხდა და რა აფეთქდა თუ არაფერი არ იყო. ხო, მეც რო ეკითხა. ანუ ამ კითხვაში იჭედება ყველა. არაფერს არ აქვს პასუხი. ხო. თუ სივრცე არის. ხო, ამბობენ რომ სივრცეც გაჩნდა აფეთქებასთან ერთად, მაგრამ და რაში გაჩნდა? რაში გაჩნდა, ხო? აი აქ ვიჭედებით. ხო და ამიტომ მე მგონია რომ ასეთი ბევრი სივრცეა. ჩაიფუშება, აინთება, გაჩნდება. და ეს მულტისამყაროს თეორია. სივრცესაც სამყაროები არის კიდე ბევრი. ხო, რა თქმა უნდა. პარალელური სამყაროებს, რასაც ვეძახით რა. იქ ახლა ჩვენი ასლები არის თუ არ არის სხვა საკითხია, იგივე თუნდაც რელიგიური ახსნა, აი ეს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელების შესახებ შეიძლება ესეც იყოს. ამ რელიგიურ სწავლებაში ეს ახსნა იყოს უბრალოდ დავიწროებული კუთხით გადმოცემული, ხო? ხო. ამიტომ უფრო რეალისტურად მესახება, ვიდრე ერთი სამყარო და რომელიც არაფრიდან არსაიდან შეიქმნა, ჩვენი სიცოცხლეც არსაიდან შეიქმნა, ეს იდეალური დედამიწა, ლამაზი ცისფერი ბურთი, რომელზეც საოცრებები ხდება და ჩვენ ბოლო ასტრონავტების კომენტარები ლამის ჭუიდან გადავედითო ეს რო დავინახეთ საკუთარი თვალითო რა, კიდე უფრო სხვა განცდაო. გვეგონდა ძლიერები ვიყავითო და ძალიან გაგვიჭირდაო ამის აღქმაო. დედამიწას რო უყურებდი. ხო, აბა. და არა იმდენად მთვარის, იმიტომ რომ უსიცოცხლოა მაინც, ხო? დედამიწის, რომ აი აქედან მოვდივარ და აქ დავდივარ და ეხა ჩვენი ახლობლები მეგობრები იქ დადიან და ჩვენ კიდე ზემოდან უყურებთ. ანუ ამის გააზრებაო ძალიან დიდ ძალას მოითხოვსო რა. ხო და ეს ერთი არ იქნება, მოკლედ. ბევრი იქნება. ხო, ჩემთვისაც ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ არაფრიდან რაღაცა გაჩნდა და ეს ამ ყველაფერში რაღაც იდეა არ არის ჩადებული. ამის დაჯერება მიჭირს. ხო, ეხლა უფორია ჩვენ ორივე და სასწრაფოდ რეალისტურია, იმიტომ რომ როცა ასეთ კითხვებს დასვამ და როცა ამ მასშტაბის აზროვნებას დაიწყებ, ხორთულია. მესმის ზოგიერთი ადამიანის რატომაც გაურბის მსგავს თემებზე ფიქრს და არ უყურებს მსგავსი თემატიკის ვიდეოებს ან არ კითხულობს ახალ ამბებს ან თუნდაც რაღაც სამეცნიერო სტატიას. გასაგებია, იმიტომ რომ მე გიწევს უფრო ღრმა ფიქრებში წასვლა და ამ ფიქრება შეიძლება მე ცუდგუნებაზე დაგაყენოს რაღაც. უიმედობაში ჩაგაგდოს და ხო, მაგრამ მიდგომა ამ თავარი, როგორ მიუდგები? რა გინდა მიიღო ამ ფიქრისგან, ამ ინფორმაციისგან? შეგვიძლია მიატოვო ფიქრი. არ არის პრობლემა, რომ ინფორმაცია მიიღო და დამთავრდა. ანუ ეს უნდა აკონტროლო. ხო. თუ მიდგომას სწორად შეურჩევ, სინამდვილეში საინტერესო ხდება ყველაფერი. და ატანადი რაც თავარია. მე ამას ვერავიდან ამბობენ ხოლმე, რომ ეს არ შემიძლია, ვაიმე რთულია, ამ სირთულეებში ვერ შევალ. შეხვალ. უბრალოდ მიდგომა უნდა იცოდეს სწორად. ხო. და რასაც თორე ეგრე შეიძლება ერთი საინფორმაციო გამოშვების ყურებამ გაგაფრენიოს ისეთი ნიუსები არის ხოლმე პოლიტიკური და არამარტო პოლიტიკური. კაი, წავიდეთ ბოლოსკენ.
პოდკასტი ტრადიციული კითხვები, მოყურებლებთან ერთად შედგენილი. ჯანსაღ ტრადიციებს. ხო, კი ბატონო. ხო, ერთი შეკითხვარი ასეთი. ერთი ადამიანი თუ შეიძლება დაასახელო, ვიზეც უნდა ვიცოდეთ საზოგადოებამ, ვინ არის და რატომ? ვაიმე, რთული კითხვა. საზოგადოებისთვის იქნება და სასარგებლო, რომ ამ ადამიანს პოდკასტებს რო უყურებთ ამ კითხვას სხვებსაც უსვამ, მეც ვფიქრობ ხოლმე დასულ ვიჯადები. ხან ერთი პიროვნებისგან გადავა, ხან მეორესგან. მოდი, ჩვენ გაგახსენდა პირველი. ხო, აი ჩვენ რეალობაში დარჩები და მოდი ვიტყვი ილია ჭავჭავაძეს და ნახე, რაც სკოლაში ისწავლება და სინამდვილეში რაც ამ კაცს გაკეთებული აქვს. ესეებიდან დაწყებული ნაწარმოებებით და საზოგადო მოღვაწეობით დამთავრებული არის უნიკალური მაგალითი, რამდენად მრავალმხრივი და სარგებლიანი შეიძლება იყოს თითოეული ადამიანი იმ ქვეყნისთვის და იმ სოციუმისთვის. ისტორიის ნებისმიერ ეპოქაში. თან რა დროს ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძე და რა გამოწვევების წინაშე იდგა და როგორც დასრულდა სამწუხაროდ მისი სიცოცხლეც, ეს ხო კიდეც აგი აღნიშნვის ღირსია. ერთდროულად ამდენი რამე შეძლო და შექმნა და დაუტოვო, ჯერ ერი დაინახო წარსულშიც, აწმოშიც და მომავალიც უპროგნოზო, უწინასწარმეტყველო, ასეთი სიზუსტით. მართლა უნიკალური გონის პატრონი იყო და მართლა სამაგალითო და ნამდვილად ვურჩევ ყველას კარგად შეისწავლონ ილია ჭავჭავაძე, არა მხოლოდ ლიტერატურული შემოქმედებით, არამედ როგორც საზოგადო მოღვაწე. მისი ბანკის და საფინანსო თემიდან დაწყებული დამთავრებული სწავლის და კითხვაწერის გამავრცელებლობის კამპანიიდან დამთავრებული. ანუ იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ჩემს, რომ აი მართლა შემიძლია, არ ვიცი ვიღაცა შეიძლება ფანალურად მოეჩვენოს, ახლა რა სხვა ვერ ნახაო, ყველა იტყოდაო მაგასო, მაგრამ მე მართლა მიმაჩნია, იმიტომ რომ სკოლაში მივხვდი მაღალ კლასებში, რომ სკოლის ლიტერატურით ეს კაცი არ შემოიფარგლებოდა. გაცლებით დიდი ინტერესი გამიჩნდა. არ გამიჩნდა აკაკი წერეთლის მიმართ ვაჟა-ფშაველა უდიდესი მოღვაწე იყო ხო თავისი შემოქმედებით და მართლა ბუნება ამეტყველა და რამდენი ადამიანური ნაწილი გადაიტანა ცხოველებში და ბუნებაში, ხო? სასწაულის შემოქმედი, მაგრამ ის იყო შემოქმედი. აკაკი წერეთელიც კი საზოგადო მოღვაწე იყო, მაგრამ უფრო შემოქმედი და ილია ჭავჭავაძე კიდევ უფრო ფართო მასშტაბის მქონე ადამიანი იყო. ამიტომ გამოვარჩიე რაღაცნაირად და სკოლის ასაკში არ დამიწყია. მე უფრო უნივერსიტეტში უფრო მქონდა ამის დრო, საუნივერსიტეტო წლებში რა. და აი მართლა შეისწავლე, რასაც ქვია, მაშინ, ეხლა ბევრი რამე შეიძლება არ მახსოვდეს, მაგრამ მის მიმართ ასეთი პატივისცემა და ასეთი გამორჩეული ინტერესი ნამდვილად დამრჩა და ხშირად ვიტყვი ხოლმე ჩემი სიცოცხლის განმავლობაში. მეც ბევრზე შეიძლება ვთქვა და ბევრი შეიძლება ვთქვა, მაგრამ რატომღაც ახლა ეს მომენტი. კი ბატონო. ხო, იმედია ბევრი ასეთი და ვისაც შეიძლება ვთქვა რომ მეც დავამატებ ჩემი მხრიდან ცოტა ხნის წინ წავიკითხე ესეთი პატარა ბროშურები არსებობს და ამბები ცნობილ ადამიანებზე და ილია ჭავჭავაძეზე მე მგონი 180 ამბავი თუ 120 ამბავი რიცხვი არ მახსოვს სწორად ესეთი პატარა ბროშურა რა და არის სხვა ადამიანების მონაყოლები ეს გადმოცემა ილიაზე და არის ერთი აბზაცი ორი აბზაცი ძალიან პატარები რა და ისეთი კარგი ამბები არის და ისეთი ადამიანური თვალით დაგანახებს ილიას როგორი პერსონა იყო იმიტომ რომ ეს რაღაცები სხვაგან არ წერიან მის რაღაცა იმაში შეიძლება რა მოიკითხო პუბლიცისტურ ნაშრომებში და შემდეგ რა და არის ძალიან საინტერესო საცილო ისტორიები და ესეთი როგორც თქვა კიდევ უფრო დაახლოებს შენთან ამ ადამიანს რა რაღაცა ესეთი ძალიან საყვარელი ადამიანი იყო და აი მოგინდებოდა რომ იცნობდე და მეგობრობდე ისეთი ადამიანად აღწერენ რა და ისეთი ისტორიები აქვს ესეთი კურიოზები როგორც ყველა ჩვენთაგან შეიძლება დაემართოს და შემდეგ და მოკლედ ამ წიგნსაც გირჩევთ ამოვანათებ აქვე ყდას მეც გავიცნობ სიამოვნებით აუ ძალიან კაი ეს არის ხო ძალიან ადვილი წასაკითხი შეიძლება ერთ დღეში დაიკითხო რა ესეთი პატარა არის თან ხო ისტორიები იმ წყაროებში რითაც მე ამ ადამიანის მიმართ გავაკეთე ასე ვთქვათ მეტად გაცნობა ნამდვილად არ ყოფილა მსგავსი შემდეგ შეკითხვა რა არის შენი პირველი მოგონება რაც გახსოვს აი ჭოჭინას რო ეძახდნენ ბავშვის საძინებელში ეგ მახსოვს პირველად დამტოვეს მთელი ღამე მაგ საწოლში რა ახალ საწოლში და მახსოვს თუ მოყოლილი მახსოვს მაგრამ მახსოვს იცი იმიტომ რომ უკვე თითქმის 1 წლის ვიყავი
და დედისკენ რო ვიწეოდი მთელი ინერციით, რასაც ქვია რა, ერთ ოთახში ვიყავით, მშობლები და მე პატარა ვიყავით, თავისთავად ცალკე არ ვიყავი განმარტოებული და აი დედისკენ რო ვიწეოდი, ეს მახსოვს, აი ბოლო ხმით, რასაც ქვია. 1 წლის? ხო, 1 წლამდე 7 თვის თუ 8 თვის ესე დაახლოებით. და ეს მახსოვს რაღაცნაირად სულ პირველ მოგონება და ხშირად მახსენდება ხოლმე. რატო არ ვიცი. ნადებითი მოგონებაა თუ სასიამოვნო მოგონება სხვადასხვა ცუდ ემოციებს არ აღმეცრავს. საინტერესო. გადაცვალების შემდეგ სიცოცხლეს თუ გჯერა? აი ეს რაღაც მარტივი ახსნით ან დაისჯები და ნაღზევდები 60-ში და იქ რაღაცა ცეცხლის ალები დაგწვავს, ესეთი ეს არ არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ცნობიერების გარდასვლის მჯერ. რაღაცნაირად ხელოვნური ინტელექტს გავს ჩვენი ცხოვრება, რა, როგორც ჩვენ შევქმნით ახლა ხელოვნური გონი, ისე შევქმნა რაღაცამ, ხო? იმისთვის ჩვენ ხელოვნური ვართ. ჩვენ კი ახლა ბუნებრივ ჰაბიტატში ვართ, და ახლა თქოს ლაბორატორია, თქოს თერმოსი არა უბრალოდ სათბურია თითქოს ეს პლანეტა, ხო, ჩვენთვის და ჩვენ აყოფები ვართ ამ პლანეტის, მაგრამ ხო, ბუნებრივი და ხელოვნური ჩვენი გადმოსახედიდან ვიძახით, ხო? გადმოსახედიდან, ხო? ჯერ აუცილებლად კი. ცნობიერების გარდასვლის მჯერ. არა ამ ვიზუალით შეიძლება, არა ამ გამოცდილებით, მაგრამ ბევრი წყარო და ბევრი სწავლება შეიძლება გაერთიანო და რაღაცა სურათი დაინახო რა. ისე მეორე ერთი არ იძლევა ამას. როგორ შეიძლება დაახასიათო ეს დაჯერება უფრო ტვინით არის თუ კიდევ უფრო რაღაცა სხვა ინტუიციით ან რაღაცა სხვა შეგრძნებით, ანუ რაღაცა ცხოვრებაში ნანახვა წაკითხვა ნასწავლმა მიგიყვანა უნდა სკრამდე თუ არის რაღაცა კიდე შეგრძნება? მინდა არა, ხო, შეგრძნება და მინდა არა. ან ვისურვებდი არა, სურვილის დონეზე არა. გრძნობ რაღაცა სხვა სამყაროს მყოფადობას. მქონია პიროვნული გამოცდილებები, ეს არ ვიცი, შეიძლება ფსიქოლოგიური იყო, ვის იყო, ეს იყო, ყველა მხრიდან შეიძლება შევხედოთ და ავხსნათ. მაგრამ ხო, მგონია რომ რაღაცები თან ცხოვრებაში ისე ხდება ხოლმე. ჯაჭვურად, გეგმიურად, თითქოს დაწერილი სცენარია რა. ბედზე არ ვსაუბრობ. მე ვამბობ ლოგიკურობაზე. მოვლენების ლოგიკურობაზე. არა თავისთავადობაზე, არამედ ლოგიკურობაზე, ბმებზე, კავშირებზე, რაღაც ემოციისა და შეგრძნების სხვა ლეველზე, სხვა დონეზე, რაც სინამდვილეში არ უნდა იყოს თუ აქ თავდება ყველაფერი. კი ბატონო. და რა არის ცხოვრების აზრი, ბოლო შეკითხვა? შექმნა. აუცილებლად უნდა შექმნა. მხოლოდ ჭამოიძინო და დრო გაიყვანო არა. აუცილებლად უნდა შექმნა რაღაც. ეს იქნება ფიზიკური, მატერიალური ქმნილება თუ ეს იქნება გონებრივი და ინფორმაციული, ეს ინდივიდუალურია თავისთავად, მაგრამ აუცილებლად უნდა შექმნა. იმიტომ კი არა რომ ვინმეს დაუმტკიცო ან რაღაც სახელი დაგრჩეს ხო ისტორიაში ან რაღაც თაობებში ან რაღაც. არა, შენი პოტენციალი, შენი აზრი უნდა იპოვო ამ სამყაროში და შენ შესაძლებლობებზე როცა დაფიქრდები და გამოავლენ ყველაფრის მიუხედავად, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად უნდა მიისწრაფო და ამ მიზნის და მისიის შესრულებამდე, იმიტომ რომ მე ღრმად მწამს რომ ყველა რაღაც მისიით ვართ მოსული. ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ინდივიდუალიზმის შემთხვევითობა არ არის. ამიტომ რაღაც უნდა შექმნა და დატოვო. ეს მალე გაქრება, დიდხანს დარჩება, ისტორია შემოინახავს თუ ერთი თაობისთვის გაკეთდება, ამას არ აქვს მნიშვნელობა. შენი პოტენციალი არის შექმნა. შენი აზრი უბრალოდ ადამიანის. მაგიტო გვაქვს გონება და მაგიტო ვართ გამორჩეული სხვა ცოცხალი არსებებისგან, ხო? და ჩვენ უნდა შევქმნათ. ადამიანი არის არსება, რომელმაც უნდა შექმნას. ამიტომ მეც უნდა შევქმნა. და ალბათ ვქმნი კიდეც. ჩემი დანიშნულება ვიპოვე ამ პროექტში. რაღაცანი ხავსი არის თითქოს. ხანდახან რო ვფიქრდები, რომ რატო ვქმნი ამ პროექტს? ფინანსური ინტერესი როგორ არ მაქვს, მაგრამ შედეგი არ არის ფინანსური, ხო? არ მოაქვს ფინანსები. არავინ არ ასპონსორებს, ყურებადობა ესეთი არ არის, რომ YouTube-დან რაღაცა თანხა დამერიცხოს, რომ იმით ვიცხოვრო. მე იმის გარდა მიუხედავად იმის, რომ ძალიან ალბათ შენც ძალიან დიდი შრომა ჭირდება ამ ვიდეოებს, სხვა საქმითაც ვარ დაკავებული, რითაც ვარსებობ, ხო? და არა ამ პროექტით. ეს პროექტი არის მთლიანად ენთუზიასტული. ხო. მაგრამ ვთვლი, რომ პირველ რიგში ჩემთვის ვქმნი ამას. ჩემი გადარჩენისთვის, ჩემი ცნობიერების ამაღლებისთვის და ვუზიარებ, ასე ვთქვათ, სხვა ადამიანებს. ხო ძალადობრივი არ არის, თუ გინდა ნახავ, თუ გინდა არა, ხო? და შესაბამისად მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ასე ვარ სწორ გზაზე. ამას ვქმნი და სხვა რაღაცებიც მიკეთებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ღირებული ეს უფროა.
კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. მადლობა რომ მოხვედით, რომ დაგვითმე. წარმატებებს გისურვებ. ასევე. უკვე დიდ ციფრებზე ხარ ასული 30000 გამოწერზე მეტი ხავს. 12 სადღაც. მე მოუწოდებ ჩემ მაყურებლებს და ყველას ვინც ამ ვიდეოს ნახოს რომ გამოიწერეთ ეს ადამიანი. ბევრ კარგ საინტერესო ვიდეოს მიიღებთ თქვენს YouTube feed-ში ამის შემდეგ და ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ და მოისმენთ და მოკლედ ასეთი შრომა დასაფასებელია. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ წარმატებები და მადლობა ვინც გიყურა, გთხოვთ რომ არ დაგავიწყდეთ ახის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, კოდის გამოწერაც, რომელიც აღწერაში იქნება და შევხვდებით ერთ კვირაში. მადლობა, წარმატებები. ახონდის.